მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვაქვს ლექცია კომენტარები აშტანგა იოგაზე. თან გაჩვენებთ ახლა ვიდეოს, ვინას არ გაჩვენებთ, რა იქნება, ნახეთ. ანუ ეს არის ვარჯიშები, აშტანგა იოგას ვარჯიშები არის, მას ამის ხმას ცოტათი ჩაუწევ და ამაზე გავაკეთებ კომენტარებს. ეს არის ჩვენი კურსის პროგრამა, ანუ ეს არის ის საერთაშორისო იოგას ასანების ვინიასების სისტემა, კომპლექსი, რომელიც არის ყველაზე უფრო განვითარებული და გავრცელებული ფორმა იოგას ტანვარჯიშის მსოფლიოში. რასაც ეწოდება აშტანგა ვინიასა იოგა. აი, ვინც ალბათ იცნობთ უკვე მზის მისალმებას, ეხლა ასრულებენ მზის მისალმებას, მაგრამ თანმიმდევრობა რომ დავიცვათ, მოდი თავიდან დავიწყოთ. აი დასაწყისში ამ ვიდეოს ახლავს ესეთი გაფრთხილება, რომ ეს ვიდეო არ არის იმისთვის, რომ ამის მიხედვით ივარჯიშოთ. და ასეთი გაფრთხილებები იმ პერიოდში იოგას ვიდეოებზე იქნება ეს თუ იოგას ლიტერატურაზე იყო ძალიან გავრცელებული. და ამას ერთი მიზეზი ის ჰქონდა, რომ რეალურად რისკი არის, როცა ადამიანი დამოუკიდებლად აკეთებს რაღაცას და იქაც არის გაფრთხილება, ანუ რისკის შესახებ და მთლიანად ანუ ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს, ვინც ასრულებს და მეორე მიზეზი ის არის, რომ რეალურად მიაჩნდათ, რომ იოგა უნდა ისწავლებოდეს პირისპირ კონტაქტისას და არ უნდა ისწავლებოდეს წიგნების ან ვიდეოების ან ონლაინ, თქვათ, ესე თქვათ, სწავლების თვალსაზრისით. არ უნდა ხდებოდეს ამის გადაცემა. და გარდა მაგისა, ну ესეც რო შევხედოთ, თუნდაც კომერციული თვალსაზრისით, ანუ მასწავლებელს აწყობდა, რომ თვითონ მასთან მისულიყვნენ და დაუშვათ რატო გააკეთებდა, რატო გასცემდა ცოდნას. ესეც დასაშვები ლეგიტიმური აზრი არის, რომ მე გაჩვენებ როგორი რაღაც არის, მაგრამ თუ სწავლება გინდა, მოდი ჩემთან და მხოლოდ ჩემი ზედამხედველობის ქვეშ შეიძლება გასწავლო. ესე იგი ამაში სწორი რაღაცაც არის, იმიტომ რომ დამოუკიდებელი პრაქტიკა რისკის შემცველი მართლაც არის, ანუ მე წლების განმავლობაში ვაკვირდები, რომ სახლის პრაქტიკის დროს გაცილებით მეტი არის ანუ ტრავმები, ანუ ეს მართლაც ხდება, მაგრამ მეორე მიზეზი არის ის ფუნდამენტური თვითონ პრინციპი, რომ გადაცემა უნდა ხდებოდეს უშუალოდ. ანუ ესე იგი მასწავლებელმა უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა ასწავლოს და წიგნებიც რო იყო, წიგნების უკანაც ეწერა, რომ ამის მიხედვით არ ივარჯიშო. ანუ რაღაცნაირად ჩვენში, ანუ როგორც კეკლუცობის განსაზღვრება, რომ კეკლუცობა როგორც სხვაში ისეთი სურვილის აღწვრა, რომლის დაკმაყოფილებასაც არ აპირებ. და მე ანუ თუ მოვა მე შეიძლება, მაგრამ როდის შეიცვალა ეს, როდის გახდა პოპულარული, თქვა ეს ონლაინ და წიგნების მეშვეობით და ვიდეოების მეშვეობით, ეს უკავშირდება ონლაინ სივრცის განვითარებას, YouTube-ის განვითარებას. ერთ-ერთი მასწავლებელი, ჩემი მასწავლებელი, ანუ დევიდ სვენსონი არის მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც პირველად, ანუ ესე როგორც გაკვეთილების სასწავლო სახით, ასე ვთქვათ, ჩაწერა და ახსნა. ბევრი იყვნენ, შეიძლება მანამდეც იყვნენ ბევრი, მაგრამ უშუალოდ აშტანგა იოგაში ავტორიტეტის სახით დევიდ სვენსონი იყო და ასევე კინო მაკგრეგორსაც ეკუთვნის, ანუ ეს დამსახურება მისი პოპულარიზაციის, ხო. განვაგრძოთ, რომ ესე იგი აქ რა არის, რომ ეს ვიდეო გადაღებული არის 17 ნოემბერს, 17-18 ნოემბერს 1993 წლის ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ანუ ესე იგი ინდური ტანვარჯიშის ყველაზე, ასე ვთქვათ, საუკეთესო ვიდეო, ამ აშტანგა იოგას საუკეთესო ვიდეო, რაც გადაღებულა კალიფორნიაში არის და ამას თავისი ასე ვთქვათ, ახსნაც აქვს ის, რომ იქ ცხოვრობდნენ ამერიკაში მისი ატაფხი ჯოისის, აი ცენტრში რო დგას, მისი მოსწავლეები. აი აქედან თანდათანობით გავიცნობთ ამ მის მოსწავლეებს, მისი 6 მოსწავლე არის. ზოგიერთი მათგანი, თქვათ, წარმოადგენდა, თქვათ, სერფინგისტი იყო, ზოგიერთი
ვთქვათ, ჰიპების თაობას ეკუთვნოდა და გარკვეული ფიზიკური მომზადება ბევრ მათგანს ისედაც ჰქონდათ. მაგალითად, დევიდ სვენსონი თვითონ ათლეტი იყო და რაღაცნაირად ეს მართალი 93 წელს არის გადაღებული, მაგრამ ისინი ძალიან დიდი ხანია უკვე მიმდევრები იყვნენ ადოლფი ჯოისის. პოპულარული გახდა 70-იან წლებში ადოლფი ჯოისის ეს სისტემა აშტანგა ვინიასევეგა. მე ერთ რამეს დავაზუსტებ, რომ თუ ისმის ეს მანტრის ხმა, თვითონ ლაივში თუ ისმის, ტრადიციულად აშტანგა ვინიასა იოგა იწყება ესე მანტრით. და მანტრის დროს ახსენებენ პატანჯალის, ეს არის რანამე პატანჯალი, ვისაც აღიარებს ეს ტრადიცია როგორც თავის ერთ-ერთ თავდაპირველ მასწავლებლად. ეს იმისთვის, რომ არ ვიფიქროთ, რომ ეს რაღაც სხვა იოგა არის. გარდა მაგისა, ეს იოგა ჩვეულებრივად ჰათა იოგას მიეკუთვნება, ხშირად არის ხოლმე კითხვა, რა განსხვავება აშტანგა ვინიასა იოგასა და ჰათა იოგას შორის და ეს ჰათა იოგაა თვითონ თეორიული საფუძველით, ჰათა იოგასი არის, რაც ადოლფი ჯოისმა თეორიულად შემოგთავაზა წიგნში და ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. ესე იგი, აქ უკვე იწყებენ პრაქტიკას მზის მისალმების ყველასათვის კარგად ცნობილი ვარჯიშის იოგას. აქ არის რეალურად 9 პოზიცია არის და სინამდვილეში 6 ვარჯიში არის. ამ პოზას ქვია თავდახრილი ძაღლის პოზა. და ეს აშტანგა იოგას მზის მისალმება არის შემუშავებული ადოლფი ჯოისის მასწავლებლის მიერ, კრიშნამაჩარიეს მიერ. შეიძლება ჩვენ არ ვიცით და მანამდე სხვისი დამუშავებულია ეს ფორმა, აშტანგა მზის მისალმების. მაგრამ საბოლოო ფორმა, ეკრანზე რო ჩანს, ადოლფი ჯოისმა მისცა და შემოგთავაზა ორი ფორმა მზის მისალმებისა, ეს არის A და B ვარიანტი. ახლა სრულდება ვარიანტი A, რომელიც წესით 5 ჯერ მეორდება და ამ ვიდეოში შეიძლება 3 ჯერ გამეორდეს, აღარ მახსოვს, აქ როგორ არის. და არის თვითონ მიმოხილვა გავაკეთოთ მზის მისალმების. იწყება ესე ხელების ზემოთ აწევით. მეორე პოზიციაში ხდება დახრა და აქ დახრა და მოძრაობა ქვემოთ არის ყოველთვის ამოსუნთქვა. შემდეგ ესენი უკვე ისე ათლეტურად აკეთებენ ამ ნახტომს, რომ დააკვირდეთ. რაღაც მომენტში ხელებზე უკვე აერში ჩერდებიან ხო ნახტომის პროცესში და თავაწეული ძაღლი და თავდახრილი ძაღლი და აქ რო დააკვირდეთ არის ესე მზერა არის მიმართული ტიპისკენ. ესე იგი ადოლფი ჯოისმა შემოგთავაზა ესეთი სისტემა, რომ შენ არა მარტო სუნთქვას აკონტროლებ, არა მარტო მოძრაობას აკონტროლებ და ოვდები პოზაში, არამედ შენ ყოველ პოზაში რაღაც წერტილს უყურებ. და ამას ასე ვთქვათ, ნაბი არის სანსკრიტულად ჭიპი და მაგ დროს ფოკუსირდები მაგაზე. აქ არის გახედვა წინ, მერე თავის დახრა და ხელების აწევა, ამით სრულდება ეს პირველი მზის მისალმება. საერთოდ არის ხოლმე ეგ საკითხი, რომ მაგალითად ეს მზის მისალმება საიდან მოდის, რამდენად ძველი პრაქტიკა არის და ამასთან დაკავშირებით კვლევები აჩვენებს, რომ იოგას ტრადიციაში მზის მისალმება არ არის ნახსენები არსად, არც შუა საუკუნეებში. მე-20 საუკუნემდე მოკლედ იოგაში არ არსებობდა მზის მისალმება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს რაიმე წყარო იმის დამამტკიცებლად, რომ მზის მისალმება არსებობდა იოგას ტრადიციაში. ერთი ტექსტი არის ესეთი 19 საუკუნის ბოლოს, სადაც ნახსენები იოგური ტექსტი არის,
სადაც ნახსენები არის უკვე მზის მისალმება, მაგრამ ნახსენებია როგორც რისკის იოგებისთვის რისკის შემცველი ვარჯიში, რომელზეც არის გაფრთხილება, რომ ეს არის ისეთი ვარჯიში, რომელიც არ უნდა გააკეთოს იოგმა, ან ზედმეტი არ უნდა გააკეთოს. არის ვარაუდი, რომ მზის მისალმება მოდის ინდური ჭიდაობიდან, იმიტომ რომ ინდური ჭიდაობის წყაროებში ჩვენ გვხვდება გავსი მოძრაობები, მაგალითად თავდახრილ ძაღლს იქ ქვია სპილოსპოზა და YouTube-ზე არის კიდეც ეგეთი შავ-თეთრი კადრები არის, ძველი კადრები არის ინდური ჭიდაობის, სადაც თითქმის მზის მისალმებას აკეთებ. ეხლა გადავიდნენ მზის მისალმების მეორე ვარიანტზე, ნასაგრად რიშტი წერია, ეს ნიშნავს, რომ ზერა ცხვირის წვერზე არის. ესე იგი საფოკუსე წერტილები არის დასახელებული. ესე იგი მარჯვნივად ცისფერი რო აცვია, ეს არის მეტი ეზრატი, რომელიც აიანგარი იოგასაც მისდევდა და საბოლოო ჯამში შერეული პრაქტიკა გამოუვიდა, აშტანგავინასაც მისდევდა და აიანგარ სისტემას, აღარ მახსოვს ბოლოს რომელს გაყვა. აქ არიან ასევე ეს შუაში რო არის ეს ადამიანი რიჩარდ ფრიმენი არის, დღეს ესენი ძალიან წარმატებული და ცნობილი იოგას ინსტრუქტორები ან მასწავლებლები არიან. მარჯვნივ შუაში არის ედი შტერნი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და იქ არის ასევე ძალიან ცნობილი იოგას მასწავლებელი, მის სტუდიაში ტარდება ხოლმე დრო ეთმობა ვაიშნაურ პრაქტიკებს, ანუ ფაქტობრივად მისი სტუდია რაღაცნაირად ტაძარივით არის და ვთქვათ საკვირაო მსახურებები, როგორც ვიცი, მან ეს მაგ სტუდიაში ესე ტარდება ხოლმე. ამ პიროვნებამ, ანუ ედი შტერნმა, ახლა რომელიც კადრში არის, თარგმნა ინგლისურ ენაზე, ინდურიდან, ერთ-ერთი ინდური ენიდან, ინგლისურ ენაზე აშტანგა იოგას წიგნი, რომელიც პატაფი ჯოისის დაწერილი არის, ანუ ამ ადამიანის დაწერილი არის, ანუ ცისფერი რუსები რო აცვია და ეს წიგნი, ანუ მე რო გადავწყვიტე ამ წიგნის თარგმნა, მე მგონი პირდაპირ ჯერ ჯოისების სკოლაში დავრეკე, მე მგონი პატაფი ჯოისი მაგ დროს აღარ იყო ცოცხალი, უბრალოდ მაინტერესებდა, ანუ მათი აზრი, რომ ქართულ ენაზე მეთარგმნა ეს წიგნი. მე მგონი ვესაუბრე ან მის ცოლს, ან მის შვილს, რომელმაც მითხრა, რომ ეს ავტორო უფლებები ჰქონდა ერთ-ერთ რედაქციას, ანუ ამერიკულ რედაქციას და შემდეგ რომ უკვე რედაქციას დაუკავშირდი და ამის შემდეგ თარგმნა ეს წიგნი, რომელიც ცოტა მშრალი წიგნი არის, ანუ არ არის ბევრი ინსტრუქტაჟი, მაგრამ იქ ერთადერთი წიგნი არის, რაც დაწერა საერთოდ პატაფი ჯოისმა. 62 წელს არის გამოცემული, როგორც მახსოვს, თუ სწორად მახსოვს. იქ არის აღწერილი გარდა აშტანგას ასანებისა, იოგას თეორიული საფუძვლებიც არის, რომ იქ იოგას სუტრაზეც არის დაფუძნებული, რომ არის ეთიკური პრინციპები, გარდა იმისა, რომ დაუშვათ არსებობს ასე ვთქვათ იოგა როგორც ტანვარჯიში და არის ასევე კვებაზეც თავისი შეხედულებები აქვს, ცოტა თანამედროვე მეცნიერული თვალსაზრისით ცოტა მოძველებული შეხედულებები აქვს, ასევე სექსზეც ისეთი შეხედულებები აქვს, ანუ ფარის ფაზების მიხედვით ამ დროს შეიძლება ცოლთან სექსიდან ესე აქვს ასე ვთქვათ აკონკრეტებული, რომ ამ დროს შეიძლება, ამ დროს არ შეიძლება და ნუ ეს იქ შეპასუხებასაც წერს ამ წიგნში, რომ მასე მეკითხებიანო, რომ ანუ ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, რომ თვალის ფაზების მიხედვით ფარის ფაზები გაითვალისწინო, ანუ სექსისთვის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ინდური
ტრადიციის რაღაც ნაწილიც არის, რომ ისინი აქცევდნენ ყურადღებას. ხო, ესე იგი, ეხლა უბრალოდ ყურადღება მივაქციოთ სურიან ამასკარ ის, ანუ მარჯვენა ფეხით ნაბიჯი მეომრის პოზაში, შემდეგ გადასვლა ჩატურანგაში. აი ჩატურანგის გამარტივებული ვარიანტი არის თუ ჩვენ მუხლებს დავდებთ, ამის ამ ფორმით უნდა გავამარტივოთ. უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი ამაზე, რომ ეს პოზა, ეს ვარჯიში უბრალოდ მიიჩნევა დაწყებით ვარჯიშად, ანუ ამით იწყებენ. მაგრამ ყველასთვის შეიძლება არ იყოს ეს ვარჯიში დასაწყებად კარგი, იმიტომ რომ მაინც დატვირთვა მოდის წელზე. ნუ მაჯებზეც და განსაკუთრებით დამწყებისთვის შეიძლება ცოტა ტრამულიც იყოს. ამიტომ სხვა ვარჯიშებით გახურება მაინც მიზანშეწონილი არის. აქ გარდა მაგისა უბრალოდ არის ესეთი არსებითი განსხვავება, რომ ძველ ტრადიციებში ზოგიერთი ცდილობდა, რომ აი ამ ძაღლის პოზაში თავი დაედო იატაკზე. რაც თანამედროვე იოგა ანატომია უარყოფს ანუ ასეთ მიდგომას, რომ ის არ არის ანუ მხრებისთვის სწორი პოზიცია. ანუ ცოტა ხმაც აუწიოთ, რომ მოვისმინოთ როგორი ინსტრუქტაჟი არის. აქაც ხედავთ განსხვავებას კამის პოზაში ზოგიერთი კამის პოზა ცოტა დახრილი კეთდება. ხო, ეხლა სანამ გადავალთ უკვე ერთგომელა პოზებზე, ანუ აშტანგა იოგაში ჯერ ესე იგი კეთდება მზის მისალმება პირველი ვარიანტი, მერე კეთდება მეორე ვარიანტი და მერე არის 16 ფეხდგომელა პოზა. მაგრამ სანამ მანდ გადავალთ, მინდა გაჩვენოთ მზის მისალმების სხვა კადრები. ეს კადრები ახლახან აღმოაჩინეს ბრიტანულ არქივში. ნახეთ 2025 წელს, ანუ ეხლა გამოაქვეყნეს. ანუ მაინც და მაინც არ ქონდათ ანუ ეს ასე ვთქვათ კადრები კარგად გაანალიზებული იოგას ისტორიის თვალსაზრისით და აქ არის ანდის თავადი, რომელიც ასრულებს მზის მისალმებას და მას მიეწერება ანუ ამ მზის მისალმების შექმნა. ანუ არის აშტანგა მზის მისალმება, რაც ჩვენ ნახეთ უკვე ახლა ვიდეოში და არის აი ეს ახლა რომელსაც ვნახავთ, ანუ ანდის თავადის მიერ შესრულებული აშტანგა მზის მისალმება მან შეიმუშავა და აქ ამ ვიდეოში ასრულებენ თვითონ და მისი ცოლიც. ეს არის მართლაც უნიკალური კადრებია და ეს კადრები სხვადასხვა ადასტურებს იმას, რაც მე სხვა კვლევებში შემხედრია, რომ დღეს რასაც ხალხი, რასაც ჩვენ იოგას უწოდებთ, ეს არის მე-20 საუკუნეში შექმნილი სისტემა და ვარჯიშები არის აღებული მათ შორის ევროპული ტანვარჯიშიდან, ესეთი ვარაუდი არის აღებული შვედური ტანვარჯიშიდან, იმიტომ რომ ინდოეთი კოლონია იყო და ასევე არის ბოდიბილდინგის გავლენაც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ინდური ჭიდაობის გავლენა და სხვადასხვა რიტუალების და ასე შემდეგ გავლენა. მოკლედ თანამედროვე იოგაში არის ბევრი ისეთი ვარჯიში და ასანა, რომელიც ტრადიციულ იოგაში უბრალოდ არ არსებობდა და ჩვენ აი მოვიპოვეთ კიდეც ანუ მსოფლიომ შეიძლება ახლა ნახოს ეს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ასრულებს, მაგრამ მე ცოტა გადავახვევ და უბრალოდ დააკვირდით ერთ რამეს, აი ამ კაცის მოძრაობებს. ესე იგი როგორ გავს მისი მოძრაობები, აი ბოლოს რო ამთავრებს, აი ნახეთ. იმიტომ რომ იმ დროს ბოდიბილდინგი უკვე პოპულარული არის, ანუ პოპულარული, ну რამ ხრო შემოსული არის ყოველ შემთხვევაში და აი ეს პოზები, აი ხელის ჭერა, აი კუნთების დემონსტრირება და ესე იგი ადამიანი რომელიც ამბობს რომ აი ეს არის იოგა, იოგას შედეგი და აი ეს ახლა ეს რაღაცნაირად ცოტა უცნაური ჩანს, ანუ ესე ადამიანი კუნთებზე იყურება იოგას შესრულების შედეგად. რა თქმა უნდა, აქ ჯანმრთელობის ეფექტიც არის და საერთოდ ის უდიდესი მნიშვნელობა ქონდა ყოველივე ამას, რომ
ერის გაჯანსაღების თვალსაზრისით რაღაც ისეთი სისტემა შექმნილიყო, რაც მასობრივად იქნებოდა მისაღები. აი ესეც, ანუ დააკვირდით ან ტემპს, ამ აზიდვისა და განსხვავება ის არის, რომ ხელებს არ წევენ ძალიან მაღლა, ან თითქმის არ წევდნენ. აი ეს ძალიან გავს, აი რაც თქვი, როგორც ჭიდაობაში ასრულებდნენ, ზუსტად ანუ ესეთ ანალოგიურ შესრულებას. ნუ ბოლოს ესეც აი ბიჭი, მოკლედ, მშვენიერ ფორმაშია, რატომაც არა. და პრინცესა უფრო ავადის ხალი ასრულებს ტრადიციულ ტანისამოსში. ესეც მართლა ძალიან საინტერესო არის, აი ჩვენ მართლა ესეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ფილმის მეშვეობით ერთი საუკუნით კიდევ უფრო მეტითაც მიყურებით დროში. ეს უკვე მასობრივი შესრულება. ეს YouTube-ზე დევს, შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე ნახოთ. მოდი ჩვენ განვაგრძოთ ეს ვიდეო. ხო, შემდეგ უკვე მოდის ფეხმდგომელო პოზები. იწყება პადანგუშთა სანათი. და თითოეულ პოზას აქვს, ესე იგი, საფოკუსე წერტილი, რას უყურებ და რაზე კონცენტრირდები. მაგ მხრივ მართლაც საოცარი სხეულის თერაპია, იმიტომ რომ დაყოვნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა, იმიტომ რომ სტრესი მათ შორის არის გამოწვეული რით. სტრესი არის არა მარტო ის, რომ თქვა, ბევრს ვაკეთებ და ბევრი რაღაცა მოვასწარი. არამედ ჩვენ ვისტრესებით ცხოვრებაში იმისგან, რომ რაღაცა შეგვეძლო გაგვეკეთებინა და ვერ ვაკეთებთ, ანუ დრო ხელიდან გვისხლტება. და ამის შედეგად თვითონ დაყოვნება, სიმშვიდე ძალიან ღირებული ხდება. და თვითონ თითოეულ პოზაში, აი როცა ითვლის და ბადაფიჯოისის ხმა ალბათ ისმის ხო ლაივში ის ხმა რომ ამოს 1 3 ანუ ეს ხმა არის ერთგვარი შემახსენებელი ფაქტორი, რომ შენ ყურადღება არ გაგეფანტოს და სუნთქვაზე იყო ფოკუსირებული. თუმცა მეორე მხრივ ამაში არის ეგეთი მომენტიც, რომ დღეს უფრო მეტი აქცენტი კეთდება ინსტრუქტაჟზე, ვიდრე მხოლოდ სუნთქვის დათვლაზე. ამის მიზეზი ის არის, რომ აი მაგალითად გაკვეთილს რო ატარებ, მარტო თვლა არ არის საკმარისი, უნდა აუხსნა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ასე სწავლობდნენ, ანუ ის მათ უკვე ნასწავლი აქვთ, ეს ვიდეო არის დემონსტრაციის ვიდეო. ხო, სამკუთხედის პოზა. აქ არის ნაბიჯის დისტანცია არის დაახლოებით ერთი ფეხის შენი ფეხის სიგრძე, აი ესეთი დისტანცია არის. და მზერა არის ჰასტა გრა ნიშნავს, ჰასტა ხელს ნიშნავს, გრა ნიშნავს როგორც grasp, წვდომას ნიშნავს. სანსკრიტული სიტყვა არის, ანუ გრა, როგორც ეკა გრა მაგალითად, გრაჰანა, გრაჰიტრ და გრაჰია ნიშნავს, ანუ წვდომის საგანს, პროცესსა და დამკვირვებელს. სხვა სისტემები ალბათ გინახავთ, რომ სამკუთხედის პოზაში ხელს დებენ იატაკზე, მაგრამ ეს აშტანგა ვერსიის თავისებურება არის, რომ აქ ცერათითი გვიჭირავს და ესე მოჭიდებული ვართ, ამას თავისი დინამიკა აქვს, ანუ არა ის, რომ მაგალითად ეს ჯობდეს აუცილებლად სხვა ვერსიას, არამედ უბრალოდ აქ არის ეგ მომენტი, რომ თვითონ მოჭიდების დროს სხვა ეფექტი იქმნება. შებრუნებული სამკუთხედის პოზა, თუ დააკვირდებით, აი უკანა ფეხი, უკანა ტერფი ოდნავ შებრუნებული არის, ასევე შიგნით იყურება, მაგრამ თანამედროვე იოგა ანატომიაში, როგორც ჩვენ ვაკეთებინებთ, ტერფი მან კიდევ უფრო შებრუნებულია შიგნით, ანუ მუხლის უკეთესი დაცვისთვის, ანუ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფაქტორი არის. ესე იგი,
ამ პოზებს აქვს გარკვეული თანმიმდევრობა რა. ანუ როცა მაგალითად ადამიანი უნდა გახდეს დამწყები ინსტრუქტორი, ჯობია რომ მიყვეს იმ პროგრამას, რაც არის უკვე გამოცდილი და ის პოზები აკეთებინოს მხოლოდ რაც გაუკეთებიათ, რის შედეგადაც ხალხი სარგებელს იღებს, ანუ გამოცდილი არის და გამოცდილი არის ასევე თანმიმდევრობა. ხოლო თუ მაგალითად ვინმეს არ შეუძლია ესეც ეძნელება, მაშინ არის საშუალებები რომ გამარტივდეს, ანუ გამარტივების საშუალებები ისიც გაწერილი არის. ანუ დამწყებმა ინსტრუქტორმა არ უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტები და უნდა მიყვეს პროგრამას და შემდგომ უკვე დროთა განმავლობაში შეიძლება რომ თავისი გამოცდილება როცა ჩამოყალიბდება, ანუ პროგრამაში არსებითი ცვლილებები შეიტანოს. ხო, ანუ მაგიტომ როცა არის საბაზისო მომზადებაზე ინსტრუქტორების იგულისხმება, რომ შენ შეგიძლია რომ ეს პროგრამა, კონკრეტული პროგრამა აი ამ ინსტრუქტაჟით ჩაატარო. ესე იგი, სხვა იოგას ასანების ათვისების მეთოდში, როგორიც არის მაგალითად აიანგარ სისტემა, აიანგარზე მოგვიანებით ალბათ ვისაუბრებთ, თანმიმდევრობა იქაც ასეთი არის. ანუ თითქმის, ანუ ამაში განსხვავება არ არის. ანუ წინდახრები, სამკუთხედის პოზები, მე პარშვაკონასთან ეხლა რა პოზასაც აკეთებენ, ანუ ეს მეორდება. უბრალოდ განსხვავება არის უფრო დაყოვნების ხანგრძლივობაში, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა არის ეხლა, რასაც ვიტყვი, რომ ზოგიერთი აშტანგა ვინიასა იოგას ასხოებს სხვა სახეობისგან იმით, რომ აშტანგა ვინიასა არის უფრო ჩქარი სისტემა. ანუ პოზები კეთდება ჩქარა, ხუთი სუნთქვა ჩერდები, მერე გადადიხარ შემდეგში და სხვა ასანების სისტემაში შეიძლება თითო პოზაში გაჩერდე მაგალითად 5 წუთი და ფიქრობენ, რომ ეს არის განსხვავება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტაქტიკური განსხვავება და არ არის არსებითი განსხვავება სახეობაში. ანუ იმით, რომ შენ პოზაში უფრო ცოტა ხნით თუ დაყრდები, ამით სახეობა არ იცვლება, ეს მაინც ხათხა იოგა არის. უბრალოდ ეს ამ ვიდეოს, ამ დემონსტრაციაში არის ესე, რომ მოასწრო საათნახევარში ჩაეტიო. გარდა ამისა, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა არის, რომ შენ თუ გაქვს მხოლოდ საათნახევარი და გინდა რომ მთელს სხეულს დაუთმო დრო, ეგრე ჯობია რომ გადაანაწილო. ვიდრე ვთქვათ თითო პოზაში რო ვთქვათ 5 წუთი დაყრდე, რაოდენობრივად ბევრს ვერ გააკეთებ, ხო? თან რა გამოვა იცი რომ ადვილ პოზაში კი გაჩერდები 5 წუთი, მაგრამ ძნელში გაჩერდები თქვა 10 წამი და გამოვა რომ არაპროპორციული დრო დაუთმე სხვადასხვა ვარჯიშებს, სხვადასხვა სხეულის ნაწილებს და ასპექტებს. და თვითონ პატაფი ჯოისი ამ წიგნში, რომელიც თარგმნი ახლა PDF-ის სახით გვაქვს მხოლოდ, მან ამბობს, რომ თითოეულ პოზაში დაყრდით იმდენი ხანი, რამდენი ხანით შეგიძლიათ. იმდენი სუნთქვა, რამდენსაც შეძლებთ. იქ არსად არ ამბობს პატაფი ჯოისი ესეთ რამეს, რომ 5 სუნთქვა უნდა დაყრდე და მერე გადახვიდე სხვა პოზაზე. დებით, ანუ ეს აბსოლუტურად არ არის კავშირში, რომ 5 სუნთქვას თუ აკეთებ, ეს არის აშტანგა. არა, შეიძლება ჩვეულებრივად აშტანგა ვინასე გააკეთო და რამდენი სუნთქვაც გინდა გაჩერდი. მაგას საერთოდ არ აქვს, ასე ვთქვათ, არსებითი მნიშვნელობა. ეს უბრალოდ ჩვენს, ასე ვთქვათ, თანამედროვე რეალობას თან რაღაცნაირად მორგებული პროგრამა არის. თორე თუ გააკეთებ ისეთი დრო, შეიძლება დილას დაიწყო ასანები და დაასრულო საღამოს. თუ ასეთი რამდენი დრო აქვს ადამიანს, ან მაგალითად მარტო რამდენიმე პოზა აირჩიოს და ისე გაჩერდეს, იმიტომ რომ როგორც ჩანს, იოგური წყაროები, რასაც გვაჩვენებს, ტრადიციულად იოგას უფრო ასეთი ხასიათი ჰქონდა, ანუ ერთ ან ორ პოზაში უფრო ხანგრძლივად ჩერდებოდა ადამიანი, ვიდრე ვთქვათ ამ რაღაცა აი ამდენი ვარჯიში გაეკეთებინა და თანაც აი ახლა რასაც უყურებთ, აი ეს წინ დახრა, ბევრი ამ ვარჯიშთაგანი საერთოდ არც არის იოგას ასანა. და დიდი ალბათობით, ანუ ეს ასიმეტრიული, ანუ სამკუთხედი და ასე შემდეგ აღებული არის ევროპული ტანვარჯიშიდან.
და ამიტომ ასე ვთქვათ, ის ტრადიციული პოზები იოგასი, ბევრი მათგანი, უმეტესობა თუ არა, ბევრი მათგანი მაინც არის მჯდომელა პოზა, და რაც სავსებით გაძლევს საშუალებას, რომ დიდხანს გაჩერდე. რა თქმა უნდა, არის არამჯდომელა პოზებიც, რაც აი შუა საუკუნეების შემდეგ ჩდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სავსებით შესაძლებელი არის. ხო. ეხლა დავაკვირდეთ პარშვოტანასანა, ნასაგრად რიშტი, ნასაგრა ნიშნავს, ნასა ნიშნავს ცხვირს. ამ დროს ცხვირის წვერს უყურებ. და აი დააკვირდით, ანუ აქაც შენი ფეხის ნაბიჯი არის დაახლოებით დისტანცია, იხრები და ნიკაპსდებ წვივზე და უყურებ ცხვირის წვერს. უკანა ტერფი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ არის შიგნით შემოტრიალებული ამ სისტემაში. ჩვენ როგორც ვასწავლით, ანუ მუხლისთვის ანატომიურად უკეთესია, როცა შემოტრიალებული არის შიგნით. და ანუ დღემდე ბევრი ასე ვთქვათ, ვინც მისდევს დოგმატურად ამ სკოლას, მაინც და მაინც ცდილობს, რომ ისე გაიმეოროს, როგორც მაშინ აკეთებდნენ და სწორედაც იმ დროინდელმა შესრულებებმა გამოიწვია მათ შორის გარკვეული პრობლემები, მაგალითად მუხლზე გამოიწვია, თქვათ, იგივე პრობლემები წელზე, ბაჯებზე და ასე შემდეგ და მნიშვნელოვანი გახდა ახალი ნიუანსების გათვალისწინება. და ჩვენი მიდგომა ეს არის, რომ ანუ ჩვენ ვიღებთ ამ ვარჯიშებს და მეორე მხრივ ვიღებთ, ანუ დასავლურ მედიცინას. მედიცინა არის, ხო, ანუ მედიცინას არ აქვს პრინციპში გამეჩარჩო, მაგრამ დასავლეთში გაჩნდა ეს მოთხოვნა, რომ ზუსტად შესრულებულიყო ანატომიური თვალსაზრისით, ანუ სწორად ეს ვარჯიშები და მოხდა მოდიფიცირება. რა, მათ შორის აი ყველაზე უფრო ისე რაც ასოცირდება იოგასთან, ვთქვათ, ლოტოსის პოზა, ეს ლოტოსის პოზაც საკმაოდ რისკის შემცველი არის მუხლებისთვის და მასში არც არაფერი განსაკუთრებული ხეირი არ არის ისეთი, რომ ფიზიკურად რო ადამიანმა თქვას, რომ ლოტოსის პოზას რო გავაკეთებ, აი ახლა ამეწყობა თავშად ცხოვრება. მაგრამ რა თქმა უნდა, ანუ ყველა პოზას რო აკეთებ, ეს ძალიან სასიამოვნო არის, კარგი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ თავისებურებები, ანუ საერთოდ არ არის აუცილებელი ან ლოტოსის პოზის ან რაღაც ისეთი პოზის გაკეთება, რაც მენისკისთვის შეიძლება რისკის შემცველი იყოს, თან მით უმეტეს გაქვს მიდრეკილება, ან პრივი კუნთები გაქვს და არ ხარ მოქნილი. აქ არის პარშვა დრიშტი, ანუ პარშვა ნიშნავს გვერდულ ზერას. აი მართლაც საოცარი არის ეს კონცენტრაციის ხარისხი, რომ დააკვირდეთ თქვენ, ხო? ტრადიციულ, ასე ვთქვათ, სკოლებში, გულისხმობ აშტანგა ტრადიციულ სკოლებში, მზერა არის ყოველთვის განსაზღვრული. აი გაკვეთილზე, ანუ არავინ არ იყურება გვერდზე, ანუ ესე არაც ეცებს თვალებს და საუბარზე ხო საუბარი ზედმეტი არის, რომ გაკვეთილის დროს ვინმე საუბრობდეს გარდა მასწავლებლისა ან წამყვანი მასწავლებლის და ისიც შესწორება რო ხდება, შესწორება თუ მაისორზე ხდება ჩურჩულით, რომ არის ორნაირი სწავლების მეთოდი, ანუ ერთი არის ინდივიდუალური, სადაც თუ ინდივიდუალური ინსტრუქტორს აძლევ, ანუ ესე პერსონალურად მას მიმართავ და არის აი ესეთი ინსტრუქტორი, სადაც ერთდროულად მასწავლებელი ყველას მიმართავს და ამას უწოდებთ, ანუ სინქრონულ ფორმას. საკმაოდ რო დააკვირდეთ, საკმაოდ ათლეტური ვარჯიშები არის რა, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, იმიტომ რომ ამ ვარჯიშებს ყველას აქვს თავისი მოდიფიკაცია, ასე ვთქვათ, თავისი რაღაც ანუ გამარტივება და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩავანაცვლოთ. ნუ არის წონაც ფაქტორი არის. ძალა გაქვს თუ არა, ესეც ფაქტორი არის, იმიტომ რომ ბევრი პრაქტიკოსი, ზოგიერთს ვთქვათ, პირადად ვიცნობ და იქიდანაც ვიცი, არ დაუწყიათ მათ ასანების კეთებით. ანუ ისინი ჯერ რაღაცა ან სპორტული ბექგრაუნდით, ან რაღაცა ესეთი ათლეტური ბექგრაუნდით იყვნენ და მერე შეუდგნენ ამ ასანების კეთებას. იმიტომ რომ თვითონ აი ეს სისტემა მართალია ხელის ძალაზე ორიენტირებულია, მაგრამ
ძალიან ძნელია თვითონ აი ამით განავითარო Body inhale. ის საკმარისი ხელის ძალა. თვითონ ამ Pancha exhale. პროგრამით თუ დამატებით ძალის ვარჯიშებს არ აკეთებ. მაგითო ხანდახან მე მოსწავლეებს ვაკეთებინებ ხოლმე ისეთ ვარჯიშებს, ან კუნთები რომ განვითარდეს, რომ სხეული კუნთების განვითარების შედეგად დაცულათაც არის, ანუ უსაფრთხოც ხდება. ანუ პლუსიც აქვს, ანუ კუნთი რომ ყრივდება, ძნელი გასაჭიმი არის და ცოტა მეტი რისკი აქვს თქვა სახსარს, მაგრამ მეორე მხრივ სიმკვრივე პირიქით, მეორე მხრივ სტაბილიზაციას უკეთებს სახსრებს და იცავს დაზიანებისგან. Dasha inhale. ხო, ეს პოზა, წონასწორობის პოზა არის და ამის შემდეგ რჩება კიდევ სამი პოზა. ეს არის სკამის პოზა, უტკატასანა, ანტარა დრიშტი. ანტარა ნიშნავს ზემოთ. ანტარ ბაჰირანგა და ანტარ საერთოდ შინაგანსაც ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოკლედ ფერდგომელა პოზებით 13 პოზა უკვე შესრულდა, შემდეგ მკეთდება ვინიასაში სკამის პოზა. ვინიასა ნიშნავს მოძრაობას სუნთქვასთან ერთად, აი ეს დინამიკა არის, ანუ ვინიასა და მაგითო ეწოდება ამას აშტანგა ვინიასა, რომ ეს რაღაც თითქოს ერთიან ნაკადში კეთდება, როგორც რაღაც დინება. უკვე ამ პოზაში უტკატასანაში ხდება ხუთი სუნთქვა გაჩერება და ნახეთ ახლა ზოგიერთი როგორ ანუ ხელებზე გაჩერებას აკეთებს. ეს არ არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ იდეაში მოიაზრება, რომ თითოეული პოზის შემდეგ ხელებს აქვს საკმაოდ დიდი დატვირთვა და წონასწორობაც ასევე მუშაობს. ვირაფადრასანა არის მეომრის პოზა. უფრო სწორი თარგმანი იქნებოდა. ვირა უფრო შემართებას ნიშნავს, უფრო ბრძოლის სულისკვეთებას ნიშნავს, ხო? და აი აქ უკვე როცა ამ პოზებს აკეთებ გადაბმულად, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უწყვეტად ხელებს არ უშვებ, ხელები იღლება, მხრები მუშაობს კარგად, ანუ ეს კარგი არის ხერხემლისთვის, როცა გადაბმულად ასრულებ. რა თქმა უნდა, თანამედროვე სახეობაში თავი ესე უკან არ არის გადავარდნილი, რომ ანატომიურად ჯობია რომ თავი არ იყოს ძალიან უკან გადაწეული და ზემოთ იყოს უფრო გაჭიმული და ამას ებმის შემდეგ აი ეს მეორე ვარიანტი ვირაფადრასანასი, ვირაფადრასანა B ვარიანტი და საბოლოო ჯამში ეს 16 პოზა სრულდება იმ წერტილიდან, საიდანაც დავიწყეთ. საიდანაც თავიდან ვიდექით და პირველი ნაწილი მაგით სრულდება და მე რაღაც ფოტოებს გაჩვენებთ თვითონ პატაფი ჯოისის ტრადიცია ცოტათი მიმოვიხილოთ და მე განვაგრძობთ დანარჩენ ნაწილზე. აქაც ნახეთ, აი აქ ასვლა ხელებზე ესეც ნაწილი არის პრაქტიკის. ჩატურანგაში გაჩერებაც საკმაოდ ძნელი არის. ჩატურანგა ნიშნავს, ჩატურა 4-ს ნიშნავს 4 კიდურზე ეს გაჩერება. თითოეულის შემდეგ გაკეთებენ აზიდვას. ამ დროს პადანგუშტადრიშტი ნიშნავს ფეხის ცერს. ჯერ დანდასანა, ანუ დანდასანაში თავი დახრილი არის. ერთხემალი სწორდება ამ დროს, ოღონდ თავი დახრილია. უცელი შეზნექილი არის, ეს ერთგვარი უკვე მომზადება არის ჯდომელა პოზებისთვის. ამით დასრულდა. მე უბრალოდ რაღაც სლაიდებს გაჩვენებთ. პატაფი ჯოისი ან შუბლზე თეთრი აღნიშნავს შივას მიმდევრებს, ან როცა ჰორიზონტალური ხაზი არის და ალბათ გინახავთ ვერტიკალური ხაზი, ანუ ვიშნუს შუბლზე ვერტიკალური თეთრი ხაზები, ანუ არის ვიშნუს მიმდევრები. მოკლედ პატაფი ჯოისი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც დაკავშირებული არის დასავლეთში იოგას
გავრცელებასთან. და ეხლა რომ ნახეთ, იყო 6 მოსწავლე, ხო? და 6-ვე არიან არაინდოელები. ანუ როგორც ჩანს, მათ ანუ ამ პერიოდის ინდოელ მოსწავლეებს ძალიან ცოტა მასწავლებლებს ძალიან ცოტა მოსწავლე ყავდა თვითონ ინდოელი, ან საერთოდ არ ყოლიათ. იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ მაინც არ აღიქმებოდა თვითონ ნამდვილი იოგად, კი იქ რაჯა აკეთებს და თავის ოჯახს აკეთებინებს და ასე შემდეგ. და რაღაც თვალსაზრისით იყო გავრცელებული, მაგრამ უფრო იმ დონეზე დარჩა ინდოელებისთვის, როგორც ჩვენთვის ის კულტურის გაკვეთილების სკოლაში. აი რაღაცა ესეთი დატვირთვა ქონდა და მაშინ არ ქონდა ამას რაღაც ისეთი კომერციული ინტერესი. და როცა უკვე მსოფლიომ აიტაცა ეს, რომ აი კომერციული თვალსაზრისითაც საინტერესო გახდა. აი მერე ინდუსებმა უკვე დაიწყეს უფრო აქტიურად ჩართვა, რომ აი მე ინდუსი ვარ და აქედან გამომდინარე იოგაც მესმის, ან რაღაცა ასე ვთქვათ, კავშირი მაქვს იოგასთან. რაც რეალურად რო თქვა, არ არის ანუ ესე თალსახად, ანუ არაფერ შუაში არ არის, ანუ დღეს ამის თქმა აბსურდი არის, ან როცა ამბობენ, რომ ინდოეთში მაქვს გავლილი კურსი. თქო, შეიძლება გავლილი კონდეს, მაგრამ ვისთან? მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ხარისხიანიც და უხარისხოც, ისევე როგორც ჩვენ მსოფლიოში. ერთ ჩემს ნაცნობს ჰქონდა ინდოეთში იოგა ნასწავლი რუსი ტურისტისგან. რო ეკითხებოდი ინდოეთში მაქვს ნასწავლი და ვისგან? რუსი ტურისტისგან. ხო და მაგ თავარი არის რა ლიტერატურით, ან რეალურად რა სწავლობდა, რას უწოდებ იოგას. მოკლედ, პატაფი ჯოისის მასწავლებელი არის ტირუმალა კრიშნამაჩარია, რომელიც ითვლება აი ინტერნეტში რო წაიკითხოთ, Father of Modern Yoga. იგი თანამედროვე იოგას მამად წოდებული კრიშნამაჩარია, რომელიც სხვათა შორის 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. სადღაც 99 წლის ასაკში მოიტეხა ფეხი, ბარძაყი მე მგონი და აი კადრებიც არის, რომ მე რეაბილიტაციის სარეაბილიტაციო ვარჯიშებს აკეთებს. იყო განსწავლული, ანუ მასთან დაკავშირებით რაღაც კითხვის ნიშნებიც არის, მაგრამ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი თემა, ანუ ის თეორიული თვალსაზრისით საინტერესო პიროვნება არის. ანუ მას ის იამობდა, რომ მან იცოდა სანსკრიტი და ყურადღებას აქცევდა იოგას სუტრას, ანუ იოგას ფილოსოფიას, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ყურადსაღები ფაქტორი არის, რომ განსაზღვრავს. ეს არის კრიშნამაჩარია, მისი მოსწავლე პატაფი ჯოისი და პატაფი ჯოისის შვილი არის, ანუ მანჯუ ჯოისი, ანუ მე გერმანიაში მასთან ერთად, ანუ ეს ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი არის ამ ტრადიციაში. მანჯუც კრიშნამაჩარიას მოსწავლეც იყო პარალელურად, თვითონ როგორც ამბობს, აქ ხედავთ პატაფი ჯოისი და აიანგარი, ანუ აიანგარი, რომელიც ასევე იოგას ასანების პოპულარიზატორი არის მსოფლიოში, ერთ-ერთი პირველი, გურუ თუ შეიძლება ამას უწოდოთ, რამდენადაც ეს მაინც ტანვარჯიშსაც მინდა მოვიაზროთ, მინდა რა, ანუ ეს ტანვარჯიში არის კიდეც და ეს აცაკლებს ტანვარჯიში, რადგან არის ამის სარგებლიანობას და ღირებულებას. აიანგარის მეთოდი, ასევე ჰათხა იოგას მეთოდი აიანგარის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი წიგნი იოგა დიპიკა, ჩვენს გვაქვს ბიბლიოთეკაში ეს ჩემი თინეიჯერობის დროსაც, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი წყარო იყო. და მოკლედ მათ ყავდათ ორივეს ერთი მასწავლებელი და ეს ორი განშტოება წამოვიდა კრიშნამაჩარიასგან და მაგითო უწოდებენ, ანუ თანამედროვე იოგას ამას. ეს არის პატაფი ჯოისის წიგნი, იოგა ერთადერთი წიგნი, იოგა მალა. აი რაზეც ვისაუბრე, რომ ეს ერთ-ერთი ინდური ენიდან, არა სანსკრიტიდან თარგმნა ედი სტერნმა და მე ვთარგმნე ინგლისურიდან ქართულად. ეს არის აშტანგა იოგას პირველი სერია, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ანუ წიგნის სახით.
მაგრამ ვინაიდან აქ არ არის ანატომიური ნიუანსები და როგორც ჩანს იმ დროს არ აქცევდნენ ამას ყურადღებას, ამ წიგნს უფრო ისტორიული და ნაწილობრივ თეორიული მღირებულება აქვს ჩვენთვის, ანუ ჩვენ კურსზე, ანუ ეს წიგნი არ არის ესე ძირითადი წიგნად. მანჯუ ჯოისი, ანუ ჩემი მასწავლებელი, ანუ ეს არის ადაფი ჯოისის შვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ანუ ძალიან დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობს. თვითონ ეხლა ვიზეთ საუბრობთ. ჩვენ გეოგრაფიულად, ანუ აქ საუბარი არის სამხრეთ ინდოეთზე, ანუ ბანგალორის შტატი, ქალაქი მაისორი, რომელიც არის სამხრეთ ინდოეთში და მან ხდებოდა ეს ყველაფერი. მან იყო ნაჰარაჯას სასახლე, რომელიც ასე ვთქვათ, იყო სპონსორ პატრონი, ასე ვთქვათ, ტანვარ ჯიშების, არა მარტო იოგასი, რომ ახალგაზრდები ჩართულიყვნენ ფიზიკური ვარჯიშებით ყოფილიყვნენ დაინტერესებული და მან მოიწვია კრიშნამაჩარია თავის კარზე, რომ იოგას ასანებს გაძღოლოდა. შემდგომ მოხდა ისე, როცა პადაფი ჯოისი გარდაიცვალა და მანჯუ ჯოისი წავიდა ამერიკაში საცხოვრებლად, ანუ დიდი ხანია ისედაც იქ ცხოვრობდა. მაისორში დარჩა, ანუ შარატი, ანუ პადაფი ჯოისის შვილიშვილი, რომელიც წელს გარდაიცვალა, სხვათა შორის ეხლა ხანს ნოემბერში გარდაიცვალა, ხო? 2024 წლის, ხო, ანუ 3 თვე არის, ხო რა. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში, ამერიკაში გაკვეთილის ჩატარების დროს, ანუ გულის შეტევით გარდაიცვალა. ანუ ეს აგრძელებდა, ასე ვთქვათ, ტრადიციას მაისორში და მაისორის სტილი სხვადასხვა ნიშნავს არა იმას, რომ ვთქვათ, ქაოტურად ვიღაცა ყველამ თავისი რაღაცა აკეთოს, ანუ ესეთი რაღაცა, ანუ ძალიან უცნაურია, ანუ ეთქობა არ აქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ სადღაც ამოვიკითხე, რომ ატარებენ მაისორის სტილის იოგას და ყველას აძლევენ შეიძლება სხვადასხვა ვარჯიშებს და ამას უწოდებენ მაისორს. მაისორის სინამდვილეში არის კონკრეტული მეთოდი აშტანგა იოგას. იქ გარდა იმისა, რომ სხვადასხვა რაღაცა შეიძლება გააკეთოს, საფეხურები იქ არის განსაზღვრული. რომ ჯერ არის პირველი სერია, მზის მისალმებით იწყება ფეხმდგომელო პოზები და ასე შემდეგ. და კონკრეტული მეთოდი არის. ეგ საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ სხვადასხვა რაღაცები აკეთოს და ეს ათვისების მეთოდი არის მაისორი. მაისორზე შეიძლება მერე ვისაუბროთ, ხო, ეს სლაიდი ნახეთ, ხო. მოკლედ სლაიდები ეს იყო, რაც მინდოდა ჩვენ განვაგრძოთ დომელა პოზები. გადავახვიოთ. აი, აკავჩ. ხო, პირველი დანდასანა შემდეგ არის დახრა, პასჩიმატანასანა, ზოგადად ეს დახრა, ესე უნდა გავიგოთ, რომ სხეულისთვის ყველა მოქმედება არის მნიშვნელოვანი. ანუ სინამდვილეში წინ დახრას თუ კარგად აკეთებ, თავზე დგომას კარგად გააკეთებ. ამას მერე ავხსნით, ანუ რა კავშირი აქვს. წინ დახრას თუ კარგად აკეთებ, ხელებზე უფრო კარგად დგები. აი, მაგალითად, წყალში მხტომელები ალბათ გინახავთ, ხო, ხელებს დებენ და ფეხებს ნელად წევენ. თუ წინ დახრა კარგი არ აქვს, მაშინ გიწევს შეღტომის გაკეთება. ეს ზოგადად ისე სხეულის შესაძლებლობებთან რა. აი, დააკვირდით, აშტანგა იოგაში ხელის ჭერა არის ესეთი. ანუ არ არის აი ესეთი, არის ესეთი, ეს ანუ სპეციალური ფორმა არის, ხო, ანუ როგორ ხდება. და შემდგომ აი ეს ყველაზე რთული ვინიასა, რომელიც ხშირად მეორდება, არის გაძრომა და გადასვლა. ანუ ამას ცალკე დამუშავება ჭირდება. თუ არ არის ადამიანი ამისთვის მზად, შეიძლება ეხო მსუბუქად ხდებიან, მაგრამ ესე ადვილი ნამდვილად არ არის და საჭირო არის, ანუ ძალის განვითარება.
1 და ამიტომ მე ამას საწყის ეტაპზე არ ვასწავლი მოსამზადებელ ვარჯიშებს, ამას ცალკე განვითარება ჭირდება ძალის, ანუ ეს რო გააკეთო და რისკის შემცველიც არის მისთვის, ვინც არ არის მომზადებული. up და არც აქვს აზრი, რომ ეს ekadasha იყოს ანუ საწყის ეტაპზე აუცილებლად პოპულარიზირებული. აი ნახეთ, თითეული პოზა რო კეთდება, მერე კეთდება ეს გადასვლა ardha baddha padma და აი აქ დააკვირდით, ანუ თავი დადო აი ამ ქალმა მატზე, რაც თანამედროვე იოგა ანატომიაში არის ახსნილი როგორც სარისკო მოქმედება. heda თავდახრილ ძაღლში, მაგას ანუ აქვს პრინციპში. რატო? 1 აი აქაც ეს არის ფაქტობრივად ნახევრად ლოტოსის პოზა არის, სადაც ეს მოქმედება არ უნდა შესრულდეს მუხლის ხარჯზე, იმიტომ რომ მუხლი არ უნდა გადატრიალდეს. იძულება არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ 5 მუხლი არის საკმაოდ შეზღუდული სახსარი და exhale შეიძლება მენისკი დაზიანდეს, ანუ ხრტილი, რომელიც ძვლებს შორის არის, ეს შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ trayodasha exhale ამ ვარჯიშების დროს არ უნდა ვაიძულოთ, ანუ მსგავსი ვარჯიშების დროს, რომ მუხლები დაბლა დაიწიოს. ნახეთ აი ეს გაძრომა, როგორ კეთდება. აი წინასწარ სანამ ვიხრებით, ხდება ხერხემლის ღერძული გაჭიმვა. და მერე დახრა და დააკვირდით ასევე მზერა როგორ არის წინ დაფიქსირებული. ანუ თავი კი დახრილია, მაგრამ ეს თვალების ვარჯიშიც არის და მაგითო ამას რო აკეთებ, ფაქტობრივად ეს არის შენი თავის სრული მენეჯმენტი რა. დროსა და სივრცეში როგორც რაღაც რიტუალს, ისე აი წარმოიდგინე, რომ რაღაცა დაიწყე, განსაზღვრული გაქვს საათი და თქვათ 20 წუთი ან რამდენიც გაქვს და ზუსტად თუ აკეთებ იმ რაოდენობის სუნთქვას, აი ზუსტად დაასრულებ. ერთხელ ეგეთი შემთხვევა იყო, რომ ერთი გამოცდილი პრაქტიკოსი ჩამოვიდა ჩვენთან ესპანეთიდან და მაისორის გაკვეთილს ვატარებდით და მე ვუთხარი ჩემს მოსწავლეებს, რომ მეთქი ეს ქალი თუ არის გამოცდილი პრაქტიკოსი, მოდი დროს დავინიშნავ მეთქი და ზუსტად საათსა და 18 წუთში უნდა დაასრულოს მეთქი რა. თავისი იქ ხარ შეიძლება რაღაცაზე დაისვენო და რაღაცა ვთქვათ აიღო ბლოკი ან რაღაცა აი ეგეც რო გაითვალისწინო რა. და აი ზუსტად აი შენ თუ მართლა საშუალო მსუნთქავი ადამიანი იქ აჩქარდება სუნთქვა, იქ შენელდება სუნთქვა, იქ რაღაცა აი ეს რაღაც ძალიან ორგანულად და ძალიან ბუნებრივად ხშირად ზუსტად ჭდება. აი მაგალითად პირველი ნახევარი ჩვენ რო გავაკეთეთ, მაგას ჭირდება 29 წუთი. ეს მენეჯმენტის მხრივაც არის ძალიან მაგარი რაღაცა. ანუ მე ვიცი წინასწარ რომ აი რა ვარჯიშებს გავაკეთებ და დროში როგორ ჩავეტევი. ნუ ხანდახან შეიძლება სპეციალურად დრო გადავაცილოთ. თუ არ არის ანუ მომდევნო ჯგუფი ან რაღაცა, მაგრამ თვითონ ინსტრუქტორს ჭირდება რომ ეს ზეპირად იცოდეს ეს პრაქტიკა, ეს პოზები, ეს თანმიმდევრობა, იმიტომ რომ გათვალოს რომ ისე არ გამოვიდეს რომ მაგალითად ნახევარი გააკეთებინოს ან მაგალითად მარტო წელს ქვემოთ ავარჯიშოს. სხვადასხვა ერთი საინტერესო თემა ის არის რომ ამერიკაში იყო ესეთი დავა, პატენტის დავა, რომ ხო არის ესეთი ონლაინ იოგა და ერთ-ერთმა კომპანიამ, იოგას კომპანიამ ამერიკულმა, ნუ ეს ხო ძალიან დიდი ბიზნესია, გააკეთა რისი პატენტი, აი რა უცნაური არის. გააკეთა იმის პატენტი, სად უნდა იდგეს კამერები ონლაინ გაკვეთილის დროს. და სხვა კომპანიამ მიბაძა მას ონლაინ გაკვეთილის ჩატარების ფორმატში. და განლაგება, ანუ ეს მატები სად უნდა იდოს. და უჩივლად დავიდიოდა პატენტზე დავა, რომ ანუ ჩემი გაკვეთილის ფორმატი დააკოპირაო, ესე იგი მატები ისე დაალაგაო და კამერებიც ისე დადოო. კამერებიც ესე ვთქვათ, ესე არის განლაგებულიო და სინამდვილეში როგორ ქონდა დადებული ამას, აი ეხლა რასაც ვუყურებთ, როგორი სცენაც არის. აი ესეთივე განლაგების
მატები ქონდა და მე კითხეს რომ კი მაგრამ ეს ჯერ კიდე როდის ანუ ესეთი ჩანაწერი და ესეთი ფორმატი ისედაც ხო არსებობდაო და ის პასუხობს რომ კიო მაგრამ იმათო მატებიო ესე უწყიათო და ჩვენო დიაგონალზე გვიწყეო ცოტა მასშტაბლებისკენ არის შეტრიალებულიო და ეს არის განსხვავებაო რა ეს ჩანაწერი მართლა ძალიან კარგი არის აი ფანტასტიკური ანუ პრაქტიკოსებიც და მათ თვითონ ანუ სისტემას ბრწყინვალედ ასრულებენ. აქ უკვე გადავედით ჯანუ შირშასანაზე, ჯანუ ნიშნავს მუხლს, შირშა ნიშნავს თავს. და ამ პოზიციას აქვს მესამე ვარიანტი, ახლა მესამე ვარიანტზე რო გადავლენ, მესამე ვარიანტი არის ცოტათი ასევე ცარისკო ტრავმატული და მაგითო ხშირად ამ ვარიანტს საერთოდ ვატოვებინებთ ხოლმე რომ არ გააკეთონ ან გააკეთონ ძალიან მსუბუქად. საქმე რაშია იცით რომ როცა ჯგუფს ავარჯიშებ ხო ჯგუფში ძალიან მუშაობს ისეთი მუხტი რომ მაგალითად ერთი რო აკეთებს, ორი რო აკეთებს ეს სტიმულს აძლევს რომ სტიმულს აძლევს სხვებსაც რომ უყურებ სხვას რო გამოსდის ეს შენ გეხმარება რაღაცნაირად მაგრამ შეიძლება ზედმეტი ენერგია მოგცეს რომ ძალით მოინდომო და აი ამის ბალანსი არის საჭირო ხო ეს ანუ ხშირი რაღაც არის რა ჩვენ ესე იგი აი ეგ უნდა ვაკონტროლოთ რა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მაგითო ხანდახან ისეთ ვარჯიშებს ან არ ვაჩვენებ ხოლმე ან მეც ისე ვაკეთებ ხოლმე როცა გაკვეთილს ვატარებ არასრულად რომ რაღაცნაირად ზომიერი ის დავიჭირო მუხტი რომ მივცე ენერგია რომ გააკეთოს მაგრამ არ ეცადოს რომ ეგრევე ანუ ისე წავიდეს რა მაქსიმუმზე ჩვენ ანუ ლაივიც გვაქვს და გვანცას შეკითხვასაც უპასუხოთ საწყის ეტაპზე პრაქტიკის სიხშირე და ხანგრძლივობა როგორია და როგორ იცვლება პრაქტიკასთან ერთად მადლობა გვანცა ამ შეკითხვისთვის კვირაში 3 დღე სტანდარტულად მიზანშეწონილია მაგრამ ვინაიდან ეს პრაქტიკა შეიძლება ისეთ შესრულდეს რომ არ იყოს განსაკუთრებული დატვირთვა ან ორგანიზმი შეეგუოს და ეს იყოს როგორც პირიქით ენერგიის აღდგენა და აი სიამოვნება რომ თქვათ რაღაცა ქორეოგრაფიულ რაღაცა თითქოს რიტუალს აკეთებ რაღაცა არ ვიცი ცოტა შამანურს არა ის რომ დავიღალებ აი ამ კონდიციაზე როცა ვართ აი სხეულს რო გზნობ რომ სხეული თავისუფლდება ბლოკებისგანაც თავისუფლდება რომ სიამოვნებასაც იღებ ხო ეს მართლა ძალიან დიდი სიამოვნება თუ გაუგეთ ანუ სხეულს თავისი ანატომიით და ასე შემდეგ და მე შეიძლება რომ იყოს კვირაში 6 დღე ანუ ზოგადად ანუ პადაფიჯოის და ამ ტრადიციას მიაჩნდათ რომ კვირაში 6 დღე არის პრაქტიკის და 1 დღე ისვენებდნენ ტრადიციულად ასე მისდევენ და ესე იგი ასევე ისვენებენ ზოგიერთი სკოლა მათ შორის დასავლეთშიც ამერიკაშიც და ევროპაშიც ახალ მთვარეს და სავსე მთვარეს ანუ ჩვენ პირადად ანუ მთვარეს არ ვაქცევთ ყურადღებას მაგრამ დასვენების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი არის რა ოღონდ მნიშვნელოვანი არის ეტაპობრივი დამატება ვთქვათ დავიწყე კვირაში 3 დღით და დავაკვირდი ერთი თვე როგორ გრძნობ თავს და ესე იგი უკვე ჩემთვის ეს ორგანული გახდა აი მე ჯობია რომ მე დაემატოს 1 დღე იმიტომ რომ შეიძლება თავიდან ენერგია გქონდეს რომ თავიდანვე 5 დღე გავაკეთოთ ან 6 დღე და 2-3 თვეში მე სხეულს ეზარებოდეს ანუ სხეულისთვის უნდა იყოს რაღაც აი მონატრების და სასიამოვნო პროცესი რა ყველაზე მთავარი ეს არის ეს ამაზე კი ვსაუბრობ ხოლმე ეს ბუნებრივიც არის მაგრამ უფრო მე აქცენტს ვაკეთებ ხოლმე ანუ სიფრთხილეზე რომელსაც თავი არ სკივა და წესით არც წელი და არაფერი არ უნდა ეთკინოს პირიქით ანუ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით აი ამ წლების განმავლობაში ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოში და ყველგან არის იმის ძალიან კარგი მაგალითები რომ თუნდაც საოპერაციო ადამიანი
თუნდაც ხერხემლის ზოგიერთ შემთხვევაში ჩვეულებრივად დაძლევს ზურგის ტკივილებს, ხერხემლს და ძალიან ბევრ პრობლემას. ხო, ანუ ვანოს შეკითხვასაც გავცემ პასუხს. კლავჭიდში მსურს განვითარება ხელდგომელა ასანები დამეხმარება თუ ვერ აქვს. მიცი არის ხელდგომელა პოზები კლავჭიდში რაღაც მომენტში შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ მე მგონია რომ ყველა სპორტს თავისი სპეციფიკა აქვს და რაღაც კუთხით, აი ხო არის კრივში რაღაც ვარჯიშები ხელს უშლის და მაგასაც აქვს მნიშვნელობა, თქვა გაჭიმებს მანამდე აკეთებ თუ მერე. ეს პოზები რო განვაგრძოთ, თუ კიდე შეკითხვები გექნებათ, ანუ მე ბოლოს აუცილებლად ყველას წავიკითხავ. აი ეს პოზა ეხლა ვერ შევნიშნე რომ ეს მეორე ფეხზე აკეთებენ თუ არა. საკმაოდ ისეთი გადატრიალება არის მუხლის ნაწილში. და ამიტომ ეს ჯანუშირშასანას ეს ვარიანტი შეიძლება გამოტოვებული იყოს. აი ნახეთ როგორ ტრიალდება. ანუ ესე მეც თავისუფლად ვდებ ესე მუხლს დაბლა, მაგრამ ან იმ შემთხვევაში როცა ან დაურბივარ, ან ფეხები დაჭიმულია, კუნთები არ უშვებს და არ უნდა დავატანოთ ძალა, ანუ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ მოусმინოთ სხეულს მთლიანობაში, მოусმინოთ სახსრებს, რომ სახსრებთან როცა არის დაჭიმულობა, ეგ არის სიგნალი, რომ მანდ უნდა გაჩერდე. და კუნთებში როცა არის, ანუ გაჭიმვა ან დაჭიმვის შეგრძნება, ეგ არის ვარჯიში რა. აი მაგას უნდა მივახციოთ. და აი ამ უსაფრთხოების ჩარჩოში, ანუ სხვა შეზღუდვა არ არსებობს. ანუ ყველანაირი პოზიცია არის კომფორტული რა. ეს თუნდაც ფსიქოლოგიურად რო შევხედოთ, არის რაღაცა პოზა, რომელიც ისედაც გეკომფორტულება, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავს დაცულად გრძნობ და ეს შენ თვითონაც უნდა იპოვო. ეხლა მოდის მარიჩიასანები, ანუ ეს რაღაც ესეთი ლეგენდარული პოზები არის, იმიტომ რომ როგორ არის იცი, ადრე რო ასწავლიდნენ ამ პოზებს ესე ერთბაშად ყველას არ აძლევდნენ, რომ მისცე ეგრევე 50 პოზა და აკეთოს. ზოგიერთ პოზებს აძლევდნენ თანმიმდევრულად, თქვათ გააკეთე A ვარიანტი, გააკეთე B ვარიანტს. თუ B-ს გააკეთებ, მერე C-ს მოგცემ და მერე D-ს. აი ეს 4 ვარიანტი არის. იმიტომ რომ ხანდახან აქვს აზრი, რომ თქვათ ერთ ვარჯიშს თუ ვერ ვაკეთებ, წინ დახრას თუ ვერ ვაკეთებ ბოლომდე, ეგ არ მიშლის, რომ უკან დახრა გავაკეთებ, იმიტომ რომ ერთმანეთთან არ არის კავშირში. მაგრამ არის ვარჯიშები, რომლებიც ერთმანეთზეა დაშენებული და მანდ ნახტომი არ იქნება კარგი. და აი მაგალითად ეს მარიჩიასანა A ვარიანტი, აქ მხრის და ბარძაყის მოქნილობებზე არის, ანუ აქცენტი, აი თქვენ თვითონ რო დააკვირდეთ. ვინც ონლაინ გვადევნებ თვალს. ბოლოში ნახავ. და ესე იგი B ვარიანტი არის უფრო ჩახლართული ვარიანტი, ანუ 4 ვარიანტი აქვს ამ პოზას, ანუ მარიჩიასანა ABCD ვარიანტები არის პირველ სერიაში, ანუ სერია შეიძლება გავიგოთ როგორც ლეველი, დაახლოებით როგორც ლეველი. ეს არის B ვარიანტი, რომელიც უკვე ლოტოსის პოზის ელემენტს მოიაზრებს. და აქაც რომ მიაქციოთ ყურადღება, ყველა ასრულებს სინქრონში, ანუ საერთოდ ეს პოზები, ეს ასანები კეთდება აი ესე როგორც რიტუალები. ანუ მე ყველგან სადაც არ ყოფილვარ, ყველგან ესეთი სიტუაცია არის. ხდებით, ანუ მაქსიმალური, ანუ ჩართულობა, აი მზერა, აი გასაგებია რომ თქვა შეიძლება ძალიან დამწყებებიც იყვნენ და ეს ასევე სავსებით შესაძლებელია, მაგრამ იოგას გარემო თვითონ ანუ ესეთ სივრცეს მოიაზრებს, რომ გარკვეული ასე ვთქვათ სიმყუდროვე, ანუ სიმშვიდე არის და თავს შეიძლება გრძნობდე მარტო. აი შეიძლება 200 კაცი იყოს, მაგრამ ანუ შენ გრძნობ, რომ შენ თავთან ხარ. და ეს ქმნის ამის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება არის, რომ
შენ მხოლოდ შენ თავთან კომუნიცირებ მაგ დროს და მასწავლებელი არის და შენ არ კონტაქტობ ანუ სხვასთან. შემთხვევაში ანუ ეს მასწავლებლის საქმე არის მაისორის ფორმატზე იქნება თუ სხვა ფორმატი იქნება და ეს B ვარიანტი. ეხლა C ვარიანტს რაც შეეხება და მე ერთი მეგობარი მყავს რომ ამერიკელი არის რომელიც ასე ვთქვათ ამ პოზაზე D ვარიანტზე ამის შემდეგ ვარიანტზე იყო რამდენიმე წელი გაჩერებული იმიტომ რომ მასწავლებელი აი შარატი ეხლა რო გარდაიცვალა 53 წლის არ აძლევდა სხვა პოზას და ეგეთი ფორმატიც არის რომ შენ უფრო კონცენტრირებული ხდები კონკრეტულ პოზაზე და ერთდროულად არ მუშაობ ბევრ სხვაზე. ანუ შარატს ეგეთი მიდგომა ქონდა, რომ მაგალითად გააკეთე ეს, მე გადახვალ შემდეგზე. მაგალითად მანჯუ ჩემი მასწავლებელს მას უფრო სხვანაირი მიდგომა აქვს. ის შეიძლება რაღაც გადაგახტუნოს და თქვა სხვანაირად მოგიდგეს რა, მაგრამ ორივე მიდგომას აქვს თავისი პლუსი და მინუსი რა. ერთი არის რომ კონცენტრირებული ხარ და ერთ სამუშაოებ ან რამდენიმე სამუშაოებ ხარისხიანად, იმიტომ რომ ეს ხარისხზე მუშაობა არის და მეორე არის ესეც ინსტრუმენტია, ესეც შეიძლება ესეც მიუდგე ადამიანს რა, რომელთანაც უფრო სულიერად რაც უფრო პროდუქტიულად იმუშავებს. რომ მაგალითად ზოგს არ შეუძლია კონცენტრირება დიდხანს რაღაც ერთზე და ამიტომ ჭირდება მრავალფეროვნება. აი ეს სინამდვილეში აი ეს ფორმატი იოგასი არის დინამიური კონცენტრაციის, ანუ ყურადღების ფოკუსირების საშუალება. აი ყურადღების დეფიციტის შემთხვევაშიც ეს ფაქტობრივად მუშაობა არის, ხო, ყურადღებაზე. აი ეს არის D ვარიანტი, რომელიც ამ სერიაში ყველაზე რთულია, თან ოფლიანზე სრიალებს და მაგდროს პირსახოცის გადაფარებაც არის, მუხლზე გადაფარება გვაძლევს საშუალებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ზოგს შეიძლება არაფერი დაჭირდეს და თქვათ, რომ დაუძახო, თქვათ, ესე მიდიოდეს, თქვათ, ქუჩაში და გააკეთოს ეგრევე. იმიტომ რომ ბუნებრივად მოქნილი იყოს, ან სხვა რაღაცით იყოს ნავარჯიშები, ან მაგალითად კუნთები კონდეს ნაკლები და ნაკლები კუნთი რო არის, სახსრები ადვილად მოძრაობს. გასაწელიც ნაკლები არის, როცა ნაკლები კუნთი არის და ამას პლუსიც აქვს და მინუსიც აქვს. აი იოგურ სხეულს რო განვიხილავთ, იოგაში სხეულს მართლაც აქვს ყველა დადებითი თვისება შეიძლება რაღაც განხილული იქნას როგორც ისეთი რაც ართულებს თან სიტუაციას და იდეალურ შემთხვევაში ანუ ძალა და მოქნილობა ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს. აი ეს აქედან ხედი რო ავიღოთ მარიჩიასან და დის რომელიც აი ფიზიკურად ეხლა შეიძლება ვიღაცას ან მენისკის პრობლემა ქონდეს, დაუშვათ ან მენჯბარძაღის სახსრის პრობლემა ქონდეს, ან მხრის კაფსულის პრობლემა ქონდეს და ფიზიკურად არ გამოსდიოდეს, ხო და მაგის გამო თუ ეს ობიექტური მიზეზი არის და მაგის გამო რომ არ გააკეთოს შემდეგი პოზები, მაგას არ აქვს დიდი აზრი. აი შემდეგი მით უმეტეს ნავის პოზა კეთდება ეხლა. ამ ნავის პოზით კეთდება, სრულდება მოკლედ პირველი სერიის მოკლე ვერსია. აი ნავის პოზა და მე აკეთებ დამასრულებელ პოზებს. აი ის წინ რა პოზაც იყო მარიჩიასანა, იმ პოზას თუ ვერ აკეთებ, ну მე გააკეთებ ამ ნავის პოზას, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირში არ არის მაგასთან და მე ასრულებ პრაქტიკას. და ან შეგიძლია რომ იმ წინა პოზებზე იმუშაო, იმიტომ რომ ის მარიჩიასანა D არის შეჯამება, რაც აქამდე გაგვიკეთებია. და ის ფეხდგომელა პოზებიც, აი რატო იყო ჯერ მაგალითად ჯერ სამკუთხედის პოზა, მერე ოთხკუთხედის პოზა და მერე წინ დახრები. იმიტომ რომ ამით ნელ-ნელა ამზადებ ფეხის კუნთებს უფრო ინტენსიური და ღრმა გაჭიმებისთვის. და ის დახრის ვერსიები ისე არის დალაგებული, რომ ჯერ ყველაზე ნაკლები უფრო იოლი არის, რა თქმა უნდა და ამ პრინციპით არის დალაგებული. ამას იმიტომ ამბობ, რომ მე ვხედავ ხოლმე, რომ ბევრი ვარჯიშებს აკეთებს ქაოტურად, რომ არ უყურებს საერთოდ რაღაცნაირად ამ სირთულეს და ჯერძნელს აკეთებს, მერე ადვილს აკეთებს და
არ არის რაღაც სისტემაში შეკრული. ჩვენ, ანუ, როცა ინსტრუქტორებს ვამზადებთ, ჩვენ ჭირდება ის მინიმალური უსაფრთხოების ჩარჩო. რის ფარგლებშიც შეგიძლია იმოძრაო თავისუფლად. და მე გამოცდილებას რო აგროვებ, მე შენ თვითონ დაინახავ, როგორც აი მუსიკაში თქვა, პიანინოზე, აი პოზას ცოტა უკან დავაბრუნებ. ხო, როგორც პიანინოზე მე უკვე იმპროვიზაციას აკეთებ და დავიდან ხო უბრალოდ სავარჯიშოებს აკეთებ, რომ თქვა გამები დაუკრა, თქვა გაარჩიო რაღაც მარტივი ჰარმონიები. ხო, ეს ფუჯაპიდასან არის, აი ნავის პოზა რო კეთდება. ნავის პოზა მეორდება 3-დან 6-მდე, ანუ ეს 5-ის უნთქვა ჩერდები, მერე აიწევი ხელებზე, მერე ისე 5-ის უნთქვა, ესე იმეორებ, ძირითადად 5 ჯერ კეთდება ხოლმე, ან 3-დან 6-მდე შეიძლება. აი გადასვლა. ნახეთ. ნუ აქ მართლა ზედმეტი კილოგრამები მართლაც უშლის და შეიძლება გჭირდებოდეს არა იმდენად ვთქვათ ძალის განვითარება, რამდენადაც უბრალოდ ძალა შეიძლება საკმარისი იყოს. იმიტომ რომ ნახტომში რო გაძვრე, უბრალოდ ეს ფაქტორი არის, ამას ვერ გავექცევით რა. ფუჯა პიდასან, ანუ პიდა ფუჯა საერთოდ ხელს ნიშნავს რა. ხასტაც ხელი არის, მაგრამ ფუჯა, ჩათორფუჯა 4-ხელიანი ღმერთებს რო გამოსახავენ, ფუჯა პიდა ნიშნავს დაძაბულობას და აქედან წესით, ანუ პირველ სერიას ვაკეთებო, ხო? შეიძლება ეს პოზები გააკეთო ყველა გამარტივებულად. ანუ მე არ მინდა რომ აუცილებლად ეს რაღაცა აკრობატული და ტანვარჯიშის რაღაც ურთულესი ვარჯიშები გააკეთოს ადამიანმა. არამედ აირჩიოს გამარტივებული ვარიანტები, თავარია ვისწავლოთ ჩვენს სხეულზე სწორი მუშაობა. არ ვიჩქაროთ და ჩვენ თუ საბაზისო ლეველზე ხარ, ხო? ეგ კარგიც არის, იმიტომ რომ საბაზისო ლეველის მუღამი უფრო გექნება და უფრო შეგიძლია რომ სხვას ეს ნიუანსები გაუზიარო. როგორც ახლა მაგალითად დაწყებითი მათემატიკის მასწავლებელი სხვა არის და თქვა უმაღლესის სხვა არის და იმას შეიძლება არ ქონდეს мотиваცია რომ თქვა ბავშვებთან იმუშაოს. ხო, ნახეთ ახლა როგორი ის არის, აი აქ შეხტომა და შემოხვევა. წესით აი სრულყოფილად როცა ვაკეთებთ, იქ ერთ სუნთქვასაც არ აკეთებ ზედმეტს. ანუ იქ გადახვედი, გაძვერი, ნახტომი, ამოსუნთქვა და ჩერდები. აქ ჩერდები. მზერას დააკვირდით და მე ნიკაპის დადება დაბლა და აქ უკვე ხდება გაჩერება. და ეს ეხლა ამის წინ კეთდებოდა ნავის პოზა, ხო? და ნავის პოზაზე ვინც საწყის ეტაპზე არის, იქ ასრულებს და ამ რთულ პოზებს აღარ აკეთებს. ან გამარტივებულად ვაკეთებინებთ, მაგრამ აი ეს გადასვლის ფორმა ესე უკან რო აიწიო და გადახვიდე, ესეც ძალიან რთული. ცალსარკე შეიძლება ამ პოზებს აკეთებდე. თქვათ ისეც ჩერდებოდე, წეროს პოზაში ჩერდებოდე, მაგრამ აი კურმასანაც ნახეთ. კუს პოზა. ხო, ამ პოზაში როცა შევდივართ, ჯერ უნდა მოვიხაროთ, რომ შევიდეთ. და მე უკვე ვცდილობთ, რომ გავიმართოთ, შევეწინააღმდეგოთ მოხრის ტენდენციას, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. აქ შეიძლება ქუსლები. ესე იგი, პოზები გართულდა. მე არის სუფთა კურმასანა. მზერა აქ არის აი ამ წერტილში, ანუ წარბებს შორის წერტილში. ესეც ამ პირველი სერიის შემაჯამებელი პოზა არის, იმიტომ რომ აქ ფეხების მოქნილობა, ხელების მოქნილობა ერთად არის თავმოყრილი და ესეც მნიშვნელოვანი არის, რაღაცით მართლაც ქათამს გავს, ხო ეს პოზა. ესე იგი, აქაც განო გადასვლა. ესეთი გაჩერებით. აი ნავის პოზის შემდეგ რაც მოდის, ეს პოზები არის რთული, ფუჯაპიდასანა, AB, მე კურმასანა, კუსპოზა, სუფთა კურმასანა, ანუ მძინარე კუსპოზა, გარფაბინდასანა, ესეც ხო ლოტოსის პოზას მოითხოვს და
აი ოფლიანზე კარგად სრიალებს ხელები მე ვისველებ ხოლმე ესე რომ გავაცურო და ანუ ჯერ აქ ხო ის რო არის რა დასანამი დასაუთოვებლის ანუ ეგეთი ის გვაქვს რა სტუდიაში უნდა დაიდგა ხო როცა რასიზმ ხო და ეს არის ეგეთი პოზა ну რა თქმა უნდა ლოტოსის პოზას ვინც ვერ აკეთებს ეს არც არის პრობლემა ანუ ამას თუ არ აკეთებ მე ესე მოძრაობ 10 წრე უნდა გააკეთო 10 ჯერ უნდა გადაგორდე და როგორც საათის ესე მოძრაობა ბოლოს მე-10-ზე უნდა დადგე ხელებზე კუკუტასანაში მამლის პოზაში აი ესე ეს მილერი არის ანუ ძმები ჩაკ და მეორეს მილერი აღარ რიჩარდი არის რიჩარდ მილერი არის და ჩაკ მილერი ეს ორივე მეგონი დღესაც ასწავლიან ესენი თვითონ ამერიკელები არიან და ამ გარფა პინდასანას და კუკუტასანას შემდეგ ამ რთული პოზების შემდეგ მოდის უკვე ისევ მარტივი პოზა ანუ პირამიდასავით გართულდა და მერე ისევ ჩამოდის სიმშვიდისკენ ანუ ეს პოზა არის ჩვეულებრივად სამუშაო პოზა რეალურად აი ამ ჯდომელა პოზებიდან არის 40 პოზაზე არის საუბარი ფეხდგომელა ხო 16 იყო ეს არის 40 პოზა ნუ გააჩნია კიდე როგორ დავთვლით ანუ ადაბე ვარიანტს ცალკე პოზად განვიხილავ თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ბათა კონასანა მარტივი პოზაა მაგრამ მარტივი არ ნიშნავს ადვილს ასე ყველას შეუძლია გააკეთოს მაგრამ შეიძლება გააკეთო რაღაც დონეზე დაიხარო რთული ნიშნავს იმას რომ უბრალოდ სხვა რაღაცასაც უნდა აკეთებდე იმისთვის რომ რთული პოზა გააკეთო ხო მარტივში იგულისხმება რომ სხვა არ ჭირდება თვითონ იმ პოზითვე შეგიძლია განვითარდე უპავის თაკონასანა სულ რამდენიმე პოზა რჩება 5 now inhale head up exhale dasha inhale take it out ნახეთ ესეთი ხელები რო არ გაუშვა ესეთი აწევა ზემოთ ახსოვს დევიდ სვენსონთან რო ვიყავი მაშინ აშთანგას აი ამ ძალიან დეტალებს არ ვაქცევდი ყურადღებას რა და აი ამ პოზის შემდეგ თუკთა კონასანაში პირდაპირ გადავედი ამ ვინიასის გარეშე და ანუ ეს ხო რაღაც დეტალები არის უბრალოდ აი ამ ვინიასების გარეშე და მან შემისწორა რომ ეს თანმიმდევრობა ჯერ ვინიასა უნდა გააკეთო მერე დაწვე და მერე გადადიხარ ამ პოზიციაში ან ნასაგრად რიშტი აქ ცხვირის წვერს უყურებ ძალიან კარგი აი ლელა ამბობს რომ ანუ იოგაზე შეიძლება რომ დაისვენო და მართლა ხო თვითონ ატმოსფეროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა თვითონ როგორი გარემო არის როგორი სივრცე არის ხო აი ეს გადასვლაც ფაქტობრივად ანვარჯიშის გული სისტემაა მაგრამ უფრო სტატიკურად და უფრო ნელ-ნელა გადაგორებით შესაძლებელი არის ამის გაკეთება. ესე იგი ჩვენი მიდგომა რა არის რომ ჩვენ ამ პოზებს ვასწავლით ინსტრუქტორთა კურსზე გამარტივებებს ვაძლევთ გამარტივების ABCD ვარიანტებს რომ მაგალითად ვერ აკეთებ ყველაზე რთულს არის ერთი საფეხურით უფრო მარტივი კიდევ უფრო მარტივი და ეგ ყველაზე კარგი სახელმძღვანელო ერთ-ერთი საუკეთესო აქვს დევიდ სვენსონს ანუ ჩემს მასწავლებელს რომელიც ამ კურსზე მოგაწოდეთ ანუ დასკანერებული ვარიანტი არის ანუ ქართულად ნათარგმნი არის პრინციპში იქ ბევრი ინსტრუქტაჟი არ არის მაგრამ იქ ნახულობთ რომ მოირგოთ
თქვენი ვერსია. ვთქვათ, რა შეიძლება რომ ამ შემთხვევაში შეიძლება მოხრილი ფეხით გაკეთდეს ეს პოზა ან არასრულად დაიდოს. აი ამ პოზის შემდეგ რაც კეთდება ჩაკრასან არის მეტად ცოტა სარისკო პოზა არის. ის რისთვის ამას ესეთი ტექნიკა ჯერდება. ახლა მეორე მხარეს გააკეთებენ და მეორე აკეთებენ ჩაკრასანას. მაგრამ ძალიან სასიამოვნო არის, როცა გრძნობ, რომ აი როგორც რაღაცას უკრავ და აქვს დასაწყისი და დასასრული რა, ანუ ფინალამდე მიდიხარ რაღაც უწყვეტი რიტუალის ხაზით რა. ერთი პოზიდან მეორეში გადაგორდები, გადადიხარ. და მე ასევე რა თქმა უნდა შენი მეთოდი შეიძლება შენი ასანების კომპლექსი შეიძლება დაალაგო. ანუ აი ამ რაღაცა უკვე არსებული სისტემიდან გადახვიდე შენს ისეთ სისტემაზე, რომელიც არა მარტო ლამაზი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იოგას იწყებს, იმიტომ რომ მოწონთ, იმიტომ რომ ლამაზი არის და მართლაც ძალიან მაგარი არის. მაგრამ ამის მეორე მხარე არის, რომ თან ის უნდა იყოს უსაფრთხო და უნდა გაძლევდეს განვითარებას. აი ეს არის ჩაკრასანა, ნახეთ. თითქოს არაფერი. ხო. მაგრამ ნუ საკმაოდ კისერი რო არ დაითვერთოს, სჭირდება ანუ ზუსტი შესრულება და ზუსტი ტექნიკა. ამიტომ ამას საწყის ეტაპზე რა თქმა უნდა არ ვაკეთებინებ. უფაია პადანგუშტანა. აქ სამი პოზა გარჩება დასრულებამდე და მე არის უბრალოდ დამასრულებელი პოზები. ესე იგი. პატაფი ჯოის მოусმინოთ. 4 5 Now up Dasha Chatwari jump back Ekadasha inhale Dvadasha exhale მე არის ურთვა პასჩიმატანასანა შებრუნებული Pashchimatanasana sapta jump through lay ურთვა მუქა ნიშნავს თავის ზემოთ მუქა to inhale სახით ზემოთ არის უბრალოდ რა exhale ირით ესეც შეიძლება ითქვას რომ მიმართულებაზე რო არის საუბარი აქ წერფები გაიჭიმება და ახე როგორ ელოდება Dasha exhale touch ელი დაუქნია 1 2 3 4 5 Ekadasha up Dvadasha Chatwari jump back ვაი ორძელი მაგალითად ძალიან კარგი იქნება ესეთი აწევები ძალის ვარჯიშებისთვის ასევე ძალიან კარგი არის და ეს ნახტომი ახლა რასაც აკეთებენ ანუ მაჯებისთვის ცოტა სარისკო არის თვითონ როგორც აკეთებენ ესეც ცოტა სარისკო არის ანუ მათი მაჯებისთვის take your hand up სეტუბანთასან არის ამ პირველი სერიის ბოლო პოზა ამით სრულდება right knee 1 პირველი სერია, მაგრამ აქ მაინც არის თავის უბრალოდ კისრის დატვირთვის თემა და ეს პოზა მაგითო არ გვაქვს ჩვენ სავალდებულო პოზებში. 4 იცით როგორი რაღაც არის, რომ ჩვენი სისტემა რა არის, რომ ჩვენ ესე იგი აშტანგა იოგას საფუძველს ვიღებთ ამ პოზების თანმიმდევრობას და ამ თანმიმდევრობაში შეგვაქვს თანამედროვე იოგას ანატომია, როგორც კიდაც ამას უწოდეთ ბიომექანიკა, თვითონ როგორ მუშაობს რეალურად სახსრები, როგორ მუშაობს თვითონ სხეული. და შემდგომ არის უკვე ხიდი, ანუ დამასრულებელი პოზები იწყება ხიდით. ხიდი საერთოდ ცალკე სისტემაც არის, ანუ ხიდი ესე რომ დაწვე და აიციო ხიდზე. მე არის რომ თქვა დადგე და გადახვიდე ხიდზე, ან არის რომ ხელებზე დადგე და ისე გადახვიდე ხიდზე.
ანუ ცალკე ასე ვთქვათ სავარჯიშო პროგრამა არის და ვინაიდან ჭირდება ძალიან კარგი გახურება, ამიტომ არის ხოლმე ყოველთვის ბოლოს, ანუ უკანზნექები, ანუ რაც ხერხემალთან არის კავშირში, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კარგად იყოს გახურებული სხეული. 2, აი, რო დაუკვირდეთ, როგორი თანმიმდევრობა მარტივი ვარჯიშებით იწყება, ანუ ეს დახრები, სამკუთხედები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 5, dasha exhale, ეხლა მაგ დროს როგორი მატები იყო, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება საკმაოდ სრიალაც ყოფილიყო, იმიტომ რომ 1, ხო ეს სვენსონის დროსაც სვენსონი ცხალიჩაზე აკეთებს და მაგითო ერთხელ პირადად რო ესაუბრებოდი, ძალიან სრიალა იყო და მაგითო ის პოზები როგორც კეთდებოდა, სხვანაირად კეთდებოდა, ანუ თავდახრილ ძაღლს სხვანაირად ვერ გააკეთებდი, იმიტომ რომ ეს რეზინის ის არ იყო ესე გავრცელებული მატები, რომელიც ძალიან მაგრა იჭერს. აი ესე ჩაკრასანა გადაბრუნება, შემდგომ უკვე არის დამასრულებელი პოზები, ანუ დაწოლა, ჯერ პასჩიმატანასანა და მე დაწოლა ერთი სუნთქვა, exhale, 1, 2, ვადაშორის აი ეხლა ძალიან ბევრი მასწავლებელი არის თვითონ პატაფი ჯოისის მოსწავლეც, მისი შვილის მოსწავლეებიც ბევრი არიან და შვილის შვილისაც. 5, ეხლა სად იქნება რო გარდაიცვალა პატაფი ჯოისის შვილიშვილი უფრო პოპულარული ადგილი მსოფლიოში, ანუ რომელი მასწავლებელი იქნება რაღაც წამყვანი, ეს საინტერესო არის. აი ერთი სუნთქვა წვები, ანუ დასრულდა წვები და მე აკეთებ უკვე დამასრულებელ პოზებს. თვითონ პატაფი ჯოისი რო გარდაიცვალა, ხო? საკითხი იყო ესე რომ ვის უნდა გაეგრძელებინა, ანუ იმ სკოლის ტრადიცია. გასაგებია რომ დაუშვათ იყო შვილი და შვილიშვილი, მაგრამ მაგაზე ხო არ არის ეს ხო რაღაც თავადაზნაურობა და ის ხო არ არის 2, არა ეგეთი მემკვიდრეობა რომ ასე გადასულიყო და 3, მაგაზეც იყო საუბარი, ანუ სხვადასხვა მათ შორის ევროპელ მოსწავლეებსაც ჰქონდათ ეგეთი პრეტენზია, რომ ანუ ჩვენ ვართ ანუ მისი გამგრძელებლები, ანუ ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობდა ამას, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს წლების მანძილზე, წლების განმავლობაში, ვიდრე თქვათ შვილიშვილის ასაკი არის საერთოდ. ანუ მაგდენი ხანი საერთოდ მივსდევდა, ანუ ეს შვილიშვილის თემა არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ის სკოლა კონკრეტულად როგორც რაღაც მექა მემკვიდრეობით მაგ დროს ესე დარჩა შარაც და ის გაუძღვა მე ცალკე დიდის გააკეთა დიდი 4, შალა დიდი სკოლა გააკეთა. ხო და 5, ერთი მომენტი რაც არის, ანუ ჩემი მეგობრებიც იყვნენ მან მაისორში, რომ ჩემი აზრით მაინც ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ამის მიმართ ის არის, რომ მაგ სკოლაში ზედმეტად ფიზიკურზე ორიენტირებულად დაყენებული სიტუაცია იყო. 1, ესე იგი, მოსწავლის იოგური სტატუსი განისაზღვრებოდა იმის მიხედვით, თუ რა სირთულის პოზას აკეთებდა. და არა ის თქვათ რა სიღრმეში შედიოდა, ან მედიტაციური თვალსაზრისით, ან რაღაც ფილოსოფიის რა სიღრმეს იაზრებდა რა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, ან მაისორში დადიოდა, მე მგონი ჯერ კიდევ პატაფი ჯოისი ცოცხალი იყო, აქაც იყო ეს ჩემი მეგობარი ჩამოსული. სადღაც 18 თუ 20 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს ჩადიოდა ამ მაისორში და იცი როგორი ეს არის, რომ თუ მაგალითად აი რაღაცა პოზა ესეთ გამოგრისო განსაკუთრებულად you are the man in the shall, აი კაცი ხარო რა. ანუ რაღაც ეგეთი ასე ვთქვათ მენტალიტეტიც ამას ახლა. მაგითო ჩემთვის ეს ამას უწოდებ, ანუ ძალიან კარგი გაგებით, ანუ ტანვარჯიშს, ანუ ეს მე არ მყავს იმ სტატუსში, რომ ეს არის რაღაცა იოგა იმ გაგებით, როგორც რაღაც ფილოსოფიური
დოქტრინა და შეიძლება ვიღაცისთვის ეს ჯობდეს კიდეც და უფრო მაგარი რაღაც არის, ანუ მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა რაღაც ფილოსოფიური და მედიტაციური იოგა ერთადერთი ჭეშმარიტი იოგა არის, ეს მაგას არ გულისხმობ, მაგრამ მე უბრალოდ სწორ სახელებს ვცდილობ, რომ ესე დავარქვა. მოკლედ ეს დამასრულებელ პოზებში აქ სპეციფიკა დამასრულებელი პოზების არის დასვენება, ამიტომ თითოეულ პოზაში ხდება გაჩერება უფრო დიდხანს, ანუ 10 სუნთქვა, 10-ან 15 სუნთქვა ხდება გაჩერება. და სულ რამდენიმე პოზა დაგვრჩა და მაგით დავასრულებთ კიდეც ლაივს. არის რა 1 2 3 თუ ყოფილხართ ისეთ რეტრიტზე? კი, როგორ არა, ანუ მე ძალიან ხშირად თვითონ ამ ტრადიციაში ნუ ჩემი მასწავლებელი არის დევიდ სვენსონი ამ ტრადიციაში, ხო? ანუ მე ამ მხოლოდ ამ ტრადიციას არ მივხვები და ყველაზე ასე ვთქვათ ღირებული ცოდნა რაც აქვს და თვითონ მიდგომა მოსწავლეების მიმართ არის ის სემინარი, რომელიც გავიარეთ დევიდთან და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და თვითონ პიროვნულადაც ძალიან განსაკუთრებული არის, ძალიან ღია ადამიანი არის. ასევე თვითონ ამერიკაშიც, შტატებშიც იმდენად დაფასებული არის, რომ ასე ვთქვათ, პანელზე პირად დისკუსიო პანელზე მინახავს და ამიტომ ჩემთვის მიდგომის მხრივ დევიდი არის გამორჩეული. ჩაკრასანა. ხო, დევიდ სვენსონი უბრალოდ ვიტყვი, რომ დევიდ სვენსონი არის ერთ-ერთი პირველი მოსწავლე თაგანი, პადაფი ჯოისის ამერიკელი მოსწავლე არის და ეხლა ხდება თავზე დგომა. თავზე დგომა ეხლა ამ ვიდეოში რამდენი ხანი ჩერდებიან არ მახსოვს, მაგრამ სტანდარტულად ჩერდები 25 სუნთქვა და მე 10 სუნთქვა ფეხები ჩამოგაქვს და ესე ჩერდები. და ნუ ჯამში გამოდის თქვათ 35 სუნთქვა. ხო, ამ ვიდეოში შეიძლება არ ვიცი 15 სუნთქვა გააჩეროს და 10 ჩამოატანინოს, ანუ 25 სუნთქვა გააჩეროს. რატო არის ანუ ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ სანამ გადავალთ შემდეგ პოზაზე, რომელიც არის მაგალითად იდაყვებზე დგომა, რაც მეორე სერიაში არის. მაგას ჭირდება ხრების განვითარება. რისთვის? იმისთვის, რომ კისერი არ დაიტვირთოს. და წონა გადავიდეს ხელებზე, ანუ ბევრი აწვება თავს, ანუ ესენი ატყობთ როგორი ძლიერები არიან, ანუ ჩვენ როცა ვაკეთებთ, ანუ ხელებზე დგავართ თითქმის, კისერზე არ უნდა მოვიდეს დატვირთვა, არც შეხტომის დროს, აი ზოგი აკეთებს კედელთან, შეხტება, ხელები ვერ იჭერს და მოულოდნელი დატვირთვა აქვს კისერს. და მაგას ანუ არავითარი დადებითი ეფექტი არ აქვს, რომ დაუშვათ თავზე დგომა თუ ამ რაღაც მისტიკურ რაღაცებს არ ავიღებთ, რასაც თქვა პადაფი ჯოისი წერს, რომ რაღაც განსაკუთრებული სასიცოცხლო ენერგია გროვდება მაშინ თუ თავზე დგომას აკეთებ და ასე შემდეგ. არაფერი ხეირი მაგ არ არის. ანუ მაგით დაუშვათ ნობელზე არ წარგადგენენ, დაუშვათ მაგით აფხაზეთს არ დაგიბრუნებენ, ანუ ეს არის ჩვეულებრივად, ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ ამ პოზაში, მაგიტომ მე თავზე დგომას იშვიათად ვაკეთებინებ მხოლოდ იმას, ვისაც წმუნდები, რომ სწორად შეუძლია გააკეთოს. და მე ვცდილობ, რომ მანამდე გავაძლიერებინო ხელები და ეს ძალიან კარგ უსაფრთხო ჩარჩოს ქმნის. რამდენი დათვალა ამ გაცმა? 23 დავო? 24 ეხლა 25 half bend exhale. გითხარით. ეხლა 10 სუნთქვა ესე გააჩერებინე. აი ეს გაჩერება არის ასევე ძალიან მაგარი ვარჯიში
პრესის და წელის ვარჯიში არის. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ერთ-ერთი ეტაპი არის. ეხლა მაგალითად თავი როგორ უდევს, მან შევასწორებდი, ანუ თავის რომელი წერტილი უნდა იდოს, შუბლის მხარე არ უნდა იდოს. ეგ მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 9 ამათ პრობლემა ნამდვილად არ აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ესენი თქვა ნახევარი საათიც გაჩერდნენ. ეკადაშა exhale ხო, ჩაკრასანა მართლაც რთული არის, გვერდულათაც შეიძლება, ხო, და ტექნიკა არის საჭირო, ხო, ანუ მკერდი უნდა დარჩეს იქ, სადაც არის. ფეხები რო გადადის, მერე უნდა კონცენტრირდეთ, რომ მკერდი დარჩეს წინ, სადაც არის. და დასვენება და უკვე ბოლოს ლოტოსის პოზაში ხდება სუნთქვაზე კონცენტრაცია. ეხლა აი ეს რო აიღო ეხლა და ესეთი შეხედულება რო არის, რომ მაგალითად იოგა აუცილებლად პასიური არის, ხო? არა, არის ყველანაირი იოგა არის. არის ძალიან პასიური იოგაც, სადაც მარტო სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს, სადაც მარტო მანტრა შეიძლება წაიკითხო. მე ესე უყურებ, რომ თვითონ ამ სიტყვამ იოგამ ძალიან ფართო მნიშვნელობა შეიძინა. ჯერ ერთი ისედაც ამ სანსკრიტულ სიტყვას ისედაც ძალიან ფართო მნიშვნელობა ჰქონდა, ანუ სხვადასხვა რაღაცებს ნიშნავდა. თვითონ კარგსაც და ცუდსაც რა, ანუ კონტექსტი მაგალითად იოგა ესე იგი იოგა ძველ დროს გაკავშირებული იყო ომთან. ანუ ეს ცოტა რთული ის არის, რატო ანუ ომი, იმიტომ რომ იოგა ნიშნავს ბმას და მაგ დროს აბავდნენ სამხედრო ეტლებს. და შებმის დრო, ანუ ეს იყო იგივე ომის დრო. მაგრამ ამას არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. ანუ იოგა თვითონ კლასიკური გაგებით, იოგა კლასიკური გაგებით ნიშნავს ცნობიერების კონტროლის მეთოდს, რის მეშვეობითაც ადამიანი მიისწრაფვის სოტერიოლოგიისკენ, სულიერი ხსნისკენ. აი ეს არის იოგა. კლასიკური იოგა. თან კლასიკური იოგა თავისუფალი არის სექტარიანობისგან. ყოველ შემთხვევაში ეგრეთ ჩანს, იმიტომ რომ ბევრი იოგა თვითონ რომელიმე სექტაში იყო, თქვათ, რაღაც შივას სექტაში იყო, ან ვიშნუს სექტაში რაღაცა რელიგიური აფილაცია ჰქონდა რა და აი კლასიკური იოგა პატანჯალის იოგაში იქ ყოველ შემთხვევაში არ ჩანს ესე ღიათ რომ ის პატანჯალი რომელიმე ღვთაებას ესე მიმდევარი ის ღვთაებრიობაზე, ღმერთზე, ამაზე შეიძლება კი საუბრობს, მაგრამ ესე პერსონიფიცირებული სახით არ აქვს. ამიტომ შესაძლებელია რომ იოგა სეკულარულად განვიხილოთ, ანუ სწორხაზოვნად მე არ უყურებ, ანუ არ ვამბობ რომ მარტო პატანჯალის ან რაც წერია ეს არის ჭეშმარიტი, ან იქ ბევრი ლიტერატურა არის, მაგრამ მე ურჩევ ყველას რომ ერთბაშად ძნელია რომ ბევრ რაღაცას შეეხო. შეიძლება აი რაღაცა გადახედო, რაღაც მოგეწონება, გაუგო ჯერ გემო, ერთი რაღაც დაამუშაო კარგად და მე იმ ერთის ირგვლივ აი ხარისხს იმ ერთში შიგნით რო ჩადიხარ, ეს შიგნით ჩასვლა გაგიყვანს გარეთ, მთელ სამყაროსთან რა. აი ერთ წიგნს რო კარგად შეისწავლი, კარგ წიგნს, იმ წიგნში იმდენი რაღაცა იქნება, რომ ის გაგიყვანს ამ წიგნის ფარგლებს გარეთ. და ცენტრსაც არ დაკარგავ რა, ხო არის თქვა ჩვენი პრობლემა ხანდახან ის არის, რომ მაგალითად შეიძლება გავიფანტოთ უბრალოდ იმდენი რაღაცა, იმდენი ინტერესი გქონდეს, იმდენი ერთდროულად მილიონი წიგნი წავიკითხოთ, ბევრ რაღაცას მივსდიოთ და ვერ დავაგროვოთ სადმე ენერგია. და ცენტრიც მნიშვნელოვანია და პერიფერიაც რა, ეს ამოყრა. და ბოლოს ესე იგი ბოლო ვარჯიში არის უთფლუთხი ანტარადრიშტი, ანუ ზემოთ უსასრულობაში მზერა. ხო, ძალას რაც შეეხება, ხელებისთვის
გვანცასაც აინტერესებს. მე ხანდახან ვაძლევ ხოლმე კურსზე ცალკე ძალის ვარჯიშებს და ამისთვის შეიძლება გამოვყოთ დროც. ან სისტემა, როგორც შემთხვევაში როგორ გავაძლიეროთ ხელები. და ბოლოს 25-ის თქვა ხდება ამ პოზაში გაჩერება და ბოლო გადასვლა და შავასანა. და ჩვენ ლაივსაც ასე დავასრულებთ. თუ რამე შეკითხვა არ გექნებათ, ან თუნდაც აუდიტორიაში 25 චත්වාරී jump back pancha inhale shet exhale არა, 10-ის თქვა რომ ახსენე? ხო, ესე იგი როგორ არის, იცი რომ თვითონ ეს გაკვეთილის ჩატარების დროს ყველა პოზაში ხდება 5-ის თქვა გაჩერება, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თუ გვაქვს დრო და მაგალითად დავაწყებინე ვიღაც ჯგუფს, ერთდროულად არ მინდა რომ ბევრი მივაყარო. ბევრი პოზა მივაყარო. მაგას ვთქვათ ამ ჯგუფს ამ შემთხვევაში ვასწავლით ვთქვათ 20 პოზას და გავაჩერებ უფრო დიდხანს. ანუ სუნთქვა შეიძლება საერთოდ არც დაუთვალო, არც მივაქცევინო ყურადღება სუნთქვაზე, იმიტომ რომ ჯერ ფიზიკურად პოზა დავაჭერნო და უთხრა უბრალოდ რომ თავისუფლად ისუნთქოს. მაგრამ სტანდარტულად კეთდება 5 სუნთქვა ყველგან, დამასრულებელ პოზებში კეთდება 10 სუნთქვა და თავზე დგომაში კეთდება 35 სუნთქვა. და უთფლოდ ხიში კეთდება 25 სუნთქვა. ანუ ეს ძალიან ასე ვთქვათ გაწერილი რაღაც არის რა. და რატო არის იცი რა 26 რო გააკეთოს დაუშვათ თან ვთქვათ მეტი და ეგ სუნთქები განსაზღვრულია ისე რომ აი საშუალოდ ესეთი დონის პრაქტიკოსი გრძნობს მაგ 25 სუნთქვაზე საკმაოდ დატვირთვას თუ გადამულად აკეთებს მივხვდი და შენ სხეულს თუ იჭერ თავზე დგომაში 35 სუნთქვა ეს შეესაბამება დაახლოებით ისეთივე ძალას რომ ამის შემდეგ გადახვიდე იდაყვებზე დგომაში.ები ანუ ეტაპობრიობის თემა არის რა და მაგალითად ვინიასა ხო არის რომ მან დაიწიო და გაძვრე და გადაიტანო ხო? აი უთფლოდ ხიში ხო ესე რო ავიღოთ. აი ამ პოზაში გააჩერა 25 სუნთქვა. ხო? ამ პოზაში 25 სუნთქვა რო ჩერდები, ეს დაახლოებით უდრის ისეთ ძალას, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ გაძვრე კიდეც. ანუ ასეთი შესაბამისობები არის. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანზე ზუსტად ესე ვერ იქნება, იმიტომ რომ ზოგი ცოტა გამხდარია და ზოგი უფრო ძლიერია და ეს განსხვავებები არის, მაგრამ ეგეთი კორელაცია არის რა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კრიტიკულადაც შევხედოთ ამ სისტემას, რომ მეტი კრიტიკულობა რა გვინდა, რომ ფაქტობრივად ვამბობთ, რომ ეს არ არის ტრადიციული იოგა, ანუ ბევრი რაღაცა ადასტურებს, ანუ მე ამას წლებია ვამბობ, ანუ ბევრს ესე დააჯერეს, რომ ეს რაღაც უხსოვარი დროიდან მოდის ეგეთი ტრადიცია და რაღაცა, მაგრამ თავარია სწორად ვიცოდეთ, რომ ეს მე-20 საუკუნეში შექმნილი ტრადიცია, მაგრამ ეს არ უარყოფს მის სარგებლიანობას. ანუ მისი, ასე ვთქვათ, ზეგავლენა და ეფექტი არის შეუცვლელი. უბრალოდ ეგეთი მომენტი არის, რომ ზოგი იმრწმენით რომ ვარჯიშობდა, რომ აი რაღაც ამაში უხსოვარი დროიდან რომ მოდის, ეს შენზე მოქმედებს სხვანაირად, რომ მაგალითად გამოტივირებს, რომ რაღაც 2000 წელი და 5000 წელი რომ ამას აკეთებენ, შენ რაღაც იმ სულებს უერთდები და რაღაც დიდ კავშირს ამყარებ ამ ტრადიციასთან რა. და მაშინ როცა ვიღაცა კუნთებზე იყურებოდა და რაღაცა ერთი საუკუნის წინ ხო შეიძლება, მაგრამ შენ ეს მისტიფიკაცია უნდა იპოვოს საკუთარ თავში. ანუ ის ძალა არა დავუშვათ ვიღაცა არქაულ დავუშვათ ვიღაცა ძველ ტიპებში, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის და ყოველდღიურად იოგა სუტრაზე მუშაობდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ სიღრმეებში შესვლა, მაგრამ დემისტიფიკაცია რაღაც გაგებით ცოტა აცლის ამ იმას ზემოქმედებას, მაგრამ არც ჭირდება რა, ნუ ეგრე რომც იყოს ეს
არაკლებს რაღაცნაირად მაგის ღირებულებას და მაინც ვინაიდან პატაფი ჯოისმა მოახერხა ის რომ ეს სისტემა კი არ მთლად ესე კი არ გამოიგონა რომ აი მაგალითად მოდი და მე ეხლა გავაკეთებინებ ამ რაღაც ვარჯიშებს როგორც ჩანს ის მივიდა აქამდე თვითონ თავისი მასწავლებლის ანუ კრიშნამაჩარიას სწავლებით ანუ კრიშნამაჩარიას დაახლოებით ეგეთი სისტემა ჰქონდა მაგრამ როგორც ჩანს მე ამან რომ დაიწყო ხალხთან მუშაობა გამოცდილებაში მოვიდა ეს სისტემა ესე რა დაალაგდა თვითონ ბევრი რაღაცა და ამას რატო ამბობ რომ ეს არ არის რაღაც მართლა ხელწამოსაკრავი სისტემა რომ ვიღაცა მაგალითად რომ თქვას რომ მოდი რა მე მოვიგონებ რაღაცას და ესე ჰაერზე კი არ უნდა მოხდეს მოგონება ეს გამოცდილებაში აი ხალხთან რომ მუშაობ ან პატაფი ჯოისი რეალურად ამ მეთოდს მისდევდა ძალიან ბევრი მსოფლიოში რა და მე რაღაცებს ცვლი და კიდეც ანუ ეს ხო 90-იანი წლებია თვითონ წიგნშიც განსხვავებული რაღაცეები აქვს რა მიდგომებიც განსხვავებული აქვს და მაგიტო თვითონ პროგრამის გამოგონება არ უნდა მოხდეს პროგრამა უნდა გამოვიდეს თვითონ გამოცდილებაში და შედეგმა უნდა დაადასტუროს რომ ეს კარგია და არა ისე რომ აი მე დამესიზმრა და მოდი რა ამ ვარჯიშს გავაკეთებინებ რაღაცა ეგეთი ისა რა ოკეი კარგი მეგობრებო თუ სხვა შეკითხვა ხო არ დაიწერა კიდე ხო მართალი არის კი ნათია ხო საოცარი არის აი თუნდაც ეს ვიდეოც და ბევრი სხვაებიც ხო მართლა კარგია რომ ეს ჩაწერეს და ხო ეხლა იმის მუღამზე ხარ რომ თქვა მათგე და კიდევ ერთხელ გააკეთო მადლობა კი მადლობა ყურადღებისთვის და ამ ვიდეოს მოკლედ ეს არის თქვენი პირველი ვიდეო ვინც კურსზე ხართ რომ გაეცნოთ თვითონ ანუ ფიზიკურად რა ჩარჩოში მოძრაობთ მეორე ნაწილი როგორც კი ანატომია არის და შემდეგზე განვიხილოთ თვითონ კურსის სტრუქტურა და თეორიული და პრაქტიკული და ასევე ინტერაქტიული თვითონ ეს პროექტები, პროგრამები როგორ გვაქვს გადანაწილებული, ანუ რა არის ჩვენი ამოცანა, მიზანი და რა ეტაპებს გავივლით. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.